როგორია იყო ქალი მეწარმე საქართველოში. ძალიან ბევრჯერ გავიგე, არა, ყველაფერში გიწევს რა შექმნა პრეცედენტი, ყველაფერში გიწევს რა იყო პირველი, ყველაფერში გიწევს რა შენ თვითონ გაიკვალო ეს გზა, თოთი რომ იყო შესაძლებელი. ყველა ამბობდა რომ რა აზრი აქვს, თან როცა ხარ ქალი, საქართველოში გიყურებენ როგორც ნინო ელიავა არის ანტრეპრენერი და კრეატიული დირექტორი, რომელმაც საერთაშორისო გამოცდილება და მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანაში ბიზნესად გარდაქმნა. ის არის პლატფორმების More is Love და 971 თბილისის დამაარსებელი. კომპანიები მისთვის არ არის მხოლოდ ბრენდი. ეს არის ხედვა, როგორ შეიძლება ნივთს კონდეს ისტორია და მნიშვნელობა. რა არის More is Love? შრომატევადი, რთული, მაგრამ ამავე დროს ძალიან სასიამოვნო პროცესი. მაინტერესებდა ეს ჯადოსნური რაღაცა, შიგნიდან როგორია და როგორ მუშაობს და აღმოჩნდა რომ შიგნიდან არც თუ ისე ჯადოსნურია. საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყიდება თელსოფლიოში. გონია რომ პრინცესა აღარ ვარ. პრინცესები ამდენ რამეს არ აკეთებენ და ამდენს არ მუშაობენ და ამდენ რამეზე არ ზრუნავენ ალბათ. ამდენზეც მე მიწევს. თუ შემხარს უჭერ ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების და აზროვნების განვითარებას. თუ შენ განთებს იდეა, რომ ბიზნეს ისტორიების გაზიარებით სხვაში შეიძლება გამოვიწვიოთ პოზიტიური ცვლილება. ანუ სხვაში აღძრათ სურვილი, რომ გახსნას თავისი ბიზნესი, განავითაროს თავისი ბიზნესი, გააფართოვოს თავისი ბიზნესი. თუ შენთვის არის საინტერესო ბიზნესზე ორიენტირებული მოაზროვნე აუდიტორია და გინდა მას გაცნო შენი თავი, შენი ბრენდი, შენი მომსახურება, შენი პროდუქტი, მაშინ ითანამშრომლე კაცმანის ბიზნეს პოდკასტთან და გახდი პოდკასტის პარტნიორი. ეთერში არის კაცმანის პოდკასტი, სამეწარმეო პოდკასტი, სამეწარმეო აზროვნებაზე, მეწარმეებზე, მათ ისტორიებზე, გამოწვევებზე, რაც გაიარეს სამეწარმეო გზაში. და ნინო ელიავა ჩემთან სტუმარი დღეს. ნინიკო, მოგესალმები. გამარჯობა. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემ პოდკასტში, როგორც მივხვდი შენთვის პირველი გამოცდილებაა პოდკასტის. ნამდვილად. როგორც ყველაფერი პირველი ალბათ ცხოვრებაში დასაწყისში გვანერვიულებს და მე გვეშვება. მე გპირდები კომფორტულ სივრცეს, რომ ვივლით კომფორტულად და ეს ნერვიულობაც ალბათ გზაში სამი წავა. ოკეი. პირველ რიგში მინდა კითხო, როგორია e-commerce პლატფორმის, შენ პლატფორმა არის More is Love. შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს, ამიტომ წარვადგენ. შეხარ More is Love-ის დამფუძნებელი, ხარ კრეატიული დირექტორი, ერთ-ერთი მმართველი ამ ბიზნესის, ხო? და შესაბამისად პირველ რიგში ალბათ მოდი ესე შევალ რა ყველა ქალს ვეკითხები როგორია იყო ქალი მეწარმე საქართველოში დღეს და როგორი იყო ადრე და რა შეიცვალა შენი აზრით. ოკეი, ალბათ დავიწყებ რაღაცა თავიდან. 13 წლის წინ როცა ეს იდეა დაიბადა და ეს პლატფორმა შეიქმნა, მაშინ საკმაოდ პატარა და გამოუცდელი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ 17 წლიდან მოყოლებული მუშაობდი მოდის სფეროში და მქონდა რაღაცა დაგროვილი ჩემი გამოცდილება, რომელმაც ძალიან დამეხმარა ამ ყველაფრის ჩამოყალიბებაში. საქართველოში რომ ჩამოვედი, ლონდონში დავამთავრე ჩემი Masters Fashion Marketing-ის მიმართულებით და ჩამოვედი და ეს იდეა მქონდა, რომ უნდა განმეხორციელებინა და ძალიან მინდოდა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო კონკრეტულად საქართველოში და არა. საწყისი იდეა რა იყო? საწყისი იდეა იყო, რომ ახალგაზრდა დიზაინერებისთვის შემექმნა პლატფორმა, რომელზეც მომხმარებელი აღმოაჩენდა ამ ბრენდებს, შეიძენდა და შესაბამისად უკვე უფრო ახლო კავშირი ექნებოდა ამ ნივთებთან, რომლებსაც ქმნიდნენ ახალგაზრდა, ახალბედა დიზაინერები. მაშინ არ არსებობდა მაგის ანალოგია არაფერი საერთოდ და იყო ჩემთვის საინტერესო, რომ ეს პრეცედენტი შემექმნა. მე ამ იდეას დაემატა ის, რომ ძალიან მინდოდა, რომ ქართული ბრენდები ყოფილიყვნენ ასევე ამ პლატფორმაზე და შესაბამისად პრეცედენტი შექმნილი იყო, რომ უცხოურ ბრენდებთან ერთად იყიდებოდა ქართული ბრენდი, რაც არ არსებობდა მაშინ. და აი ამ ბევრი პრეცედენტების შექმნის სურვილი გაჩნდა ლონდონში და უკვე წამოვიღე იქიდან აქ.
ეგ ლონდონი და ეგ ისტორია, ანუ ლონდონში მოგივიდა ეგ იდეა. კი, რა ვსწავლობდი მაგ პერიოდში. ვსწავლობდი და მუშაობდი. და რა იყო ინსპირაცია ამ იდეის? აი ზუსტად მაშინ e-commerce იწყებდა თავის განვითარებას, გაზრდას, შესაბამისად ჩემი მოდის სფერო ძალიან აქტიურად იწყებდა ონლაინ პლატფორმებზე გაყიდვებს, რაც ანუ იქამდე არ არსებული იყო საერთოდ და ძალიან ბევრი ახალი ბრენდი იბადებოდა, რაც აქამდე, რეალურად თითქოს შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ რაღაცა იყო ეს დიდი luxury ბრენდები, დიდი mass product ბრენდები, high street ბრენდები და შესაბამისად თითქოს მაგათთან კონკურენციაში შესვლა არალიკვიდური იყო. თუმცა ძალიან საინტერესო დრო იყო მაშინ და ეხლაც ალბათ არის მაგ მიმართულებით და იყო საჭირო პლატფორმა, სადაც ეს ბრენდები და ეს დიზაინერები შეძლებდნენ თავიანთი მომხმარებლის პოვნას. ოკეი. და რატო მაინდა-მაინც საქართველოში თუ e-commerce აშენებდი ხო შეგეძლო სხვაგან გაიკეთებინე ლოგიკური კითხვა? ნებისმიერ ადგილას, რა თქმა უნდა. რატო საქართველოში ეს რაღაცა ქართული სენტიმენტია ალბათ მამაჩემის მიერ ჩადებული ჩემში, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და უნდა დავეხმაროთ მას განვითარებაში და აი ეს სენტიმენტი ყოველთვის მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იქამდე არც მიცხოვრია რეალურად. შენ გაქვს რაღაცა ისტორია ალბათ, რომელიც საინტერესო იქნება რომ მოვყვეთ. მე დავიწყებ იქიდან, რომ მე წავიკითხე ინტერვიუში სხვაგან, რომ შენ ახსენებდი ჯერ თავიდან ბაბუას. რომ ბაბუაშენს ქონდა ბიზნესი და მეწარმეობა რაღაც თვალსაზრისით ოჯახში არსებობდა, რაღაც ტრადიცია მეწარმეობის, როგორც ხვდები. რა ისწავლე ბაბუაშენისგან, ვინც იყო მეწარმე? ბაბუაჩემისგან მე ორი ბაბუა მყავდა, რა თქმა უნდა და ერთი სამწუხაროდ ძალიან ადრე დაიღუპა და ძალიან ცოტა ვიცი და მახსოვს მის შესახებ, თუმცა მაგასაც მოვყვები, მე ეგ ალბათ არ გეცოდინება შენ. მამაჩემის მამა იყო მეწარმე, იყო ტექნოლოგი და აწარმოებდა აფხაზეთში კონცენტრატს, რომლისგანაც მე აკეთებდნენ წვენებს. სხვათა შორის მამაჩემმა მომიყვა ცოტა ხნის წინ, რომ პირველი ვაშლის პიურა, რასაც ბავშვებს აჭმევენ, მისი შექმნილი, ანუ მისი ტექნოლოგიით და მთელ საბჭოთა კავშირს მე ამარაგებდა ამ თავისი პროდუქტით. როგორც ხვდები, ანუ შენ თუ იცი ეგ ისტორია უბრალოდ ჩვენი ბაბუების დროს საკუთრების უფლება არ არსებობდა, ანუ არსებობდა ყველაფერი ეკუთვნოდა სახელმწიფოს. შესაბამისად ტექნოლოგი იყო ამ ქარხანაში, რომელიც ქმნიდა ამ პროდუქტს ნოლიდან. აჰა, ოკეი. და შენ პატარა იყავი, რო დაიღუპა? არა, ეს მეორე ბაბუაზე მაქვს საუბარი, რომელიც იყო რადიო ინჟინერი, ფიზიკოსი და რომელმაც შექმნა პირველი აპარატი, დიაგნოსტიკის აპარატი, რომელიც მკერდის კიბოს დიაგნოსტიკას აკეთებდა, ანუ მსოფლიოში პირველი იყო. და დაპატენტებულია, კი სახში გვიდოს პატენტი ბებიაჩემს აქვს და კიდე პირველი სიგნალიზაცია იმ მანქანებში, სახლებში, რაც ყენდებოდა, ეგეც მაგის პატენტიც გვაქვს მისი შექმნილი. და ეს პატენტი ცოცხალია და შესაბამისად თავის ბრუნვას აგენერირებს? არ არის ეგრე? არა, არ არის ეგრე. საინტერესო. სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ეგეთი რაღაცები არ მუშაობს. ახლა ამერიკაში რომ შეექმნა პატენტი, ალბათ მთელი ცხოვრება ყველა თაობა მიიღებდა იქიდან რაღაცა სარგებელს. და ის რომ რა სამეწარმეოდ ესე ვთქვათ, რა სამეწარმეო კულტურა თუ რამე არსებობდა ოჯახში, მოდი ესე ვთქვათ, რადგან ორივე ბაბუა ესეთი აქტიური იყო და შემქმნელი იყო რაღაცის, როგორ აისახა ეს შენ ოჯახზე, რამე ეს წყალი გადმოგესხა რამენაირად? რა ვისწავლე ხო შენ კითხვაში, წინა კითხვაში ეგ იყო და ძალიან საინტერესო კითხვა, მართლა. ერთი იგი მამაჩემის მამისგან ვისწავლე ის, რომ რაღაცა გამორჩეულად იცოდა ყველაფრის არჩევა, ყველაფრის საუკეთესო არჩევდა ყოველთვის.
და ყოველთვის ამის მოწმე ვიყავი და დავყვებოდი ბაზარში მაგალითად პროდუქტს როცა ყიდულობდა, უყურებდი როგორ არჩევდა ამ ყველაფერს, სახლისთვის რაღაცებს რო აკეთებდა, ანუ აი ყველაფერში იცოდა საუკეთესო რა არის, როგორ არის და აი ზუსტად ვიცი რომ ელექტროსება ნამდვილად თანდაყოლილი მაქვს მისგან რაღაც არ ვიცი გენეტიკურად თუ მერე უკვე შეძენილია მასთან ურთიერთობაში მაგას ვერ გეტყვი მაგრამ არის ნამდვილად და მეორე ბაბუისგან მიუხედავად იმისა რომ 5 წლის ვიყავი როცა მოკლეს მისგან არ ვიცი რაღაცნაირი არაადეკვატური ინტერესი მაქვს კვანტური ფიზიკის მიმართ და ვკითხულობ წიგნებს მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა რეალურად ჩემს ცხოვრებაში არ ვიცი, როგორ გამოვიყენო, ასე ვთქვათ, მაგრამ მაინტერესებს და ალბათ ეს რაღაცა მიზიდავს ნამდვილად და ალბათ ეს რაღაცა მისგან გამოყოლილი, ან მისი ჩემს ცხოვრებაში ნაკლებობისგან სურვილი არის, რომ რაღაცა თითქოს მასთან ახლოს ვიგრძნო თავი, როცა ვკითხულობ იმ თემაზე, რა თემასაც ის ძალიან კარგად ფლობდა. შენ ახსენე რომ ბაბუა მოკლეს, რაღაცნაირად გამაჟრია ამ იმაზე. ხო, ეგ ცოტა რთული და მძიმე პერიოდია ჩვენი ოჯახის ცხოვრებიდან. მე 5 წლის ვიყავი, 12 წელი იყო თუ არ ვცდები, უკვე ხმაცა და დაგეტყვი იმას. ხო. მოკლედ, ბაბუა ჩემო რომ მოიგონა ეს დიაგნოსტიკის აპარატი, მას რაღაცა ჯილდო მისცეს, გადასცეს. ეს იგი ბებია და ბაბუა იყვნენ. არავის. უკეთრავად პერუში გაემგზავრნენ. ეს იყო რაღაცა სახელმწიფოსგან საჩუქარი, მერე კუბაზე იყვნენ. და შემდგომ ბაბუას აჩუქეს ნაკრძალში ნაკვეთი, ბევრეთი არის ეგეთი ადგილი. და იქ ააშენა სახლი, გაიყვანა წყალი, დენი, ყველაფერი, ანუ რეალურად იქ მეზობელიც არ გვყავდა, ისეთი სახლი იყო, ძალიან ლამაზ ადგილას, გარშემო სულ კლდეებში. გახსოვს ეგ სახლი? კი, მახსოვს და ნამყოფი ვარ სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ იქ ახლა მონასტერია, იმიტომ რომ ეს არის ის ადგილი, სადაც ის მოკლეს და ჩვენ გადავეცით მონასტერს და იქ ახლა რაღაც ჯადოსნური ამბები ხდება. და მაშინ გახსოვთ ალბათ როგორი დროც იყო საქართველოში. ვიღაცები მოვიდნენ, არ ვიცი, არავინ არ იცის მანქანის მოსაპარატურის გასაკეთებლად და მოხვდა ტყვია და გზაში შემთხვევით გასული. თვითონ გამოვიდა ამ თოფით, იმიტომ რომ გაიგო ყვირილები და შესაბამისად ის თოფი წაართვეს და თავისივე თოფით ესროლეს, ამიტომ ხო შენ შეესწარი ამას? მე შევესწარი ამას, მე მახსოვს ეს ყველაფერი და მე ვიყავი მაშინ ძალიან პატარა და ძალიან რთული. აი თითქოს ბავშვობიდან პირველი მეხსიერება არის ჩემთვის და ცოტა ისეთია. არასასიამოვნო და მტკივნეული. ანუ შეგრჩა ბავშვობა ამ ამბის მიერ თუ ეგრევე გაიზარდე? არ ვიცი, ვერ გეტყვი. რთულია რომ დაუბრუნდა ხოლმე, იმიტომ რომ მგონია რომ ჩემს გონებას აქვს ეგ მეხსიერება და ზოგადად ეგ პერიოდი რაღაცნაირად დაბლოკილი, თითქოს წაშლილია ყველაფერი. ეგრე იცის ტვინმა ზოგადად რაღაცები რაც არ გინდა რომ გახსოვს, ეს არის თავდაცვის მექანიზმი და შესაბამისად ეგეთი. და ეგ შემთხვევა გახდა მიზეზი, რატომაც დატოვეთ საქართველოს და წახვედით ოჯახი? რეალურად ბევრი მიზეზი იყო, ერთ-ერთი მიზეზი რა თქმა უნდა ეგ იყო, მეორე მიზეზი ის იყო, რომ მეორე ბაბუამ ყველაფერი დაკარგა ერთ დღეს, როცა დაიწყო ომი და აფხაზეთიდან გამოგვიშვეს ყველანი. და შესაბამისად გამოვიდა, რომ ერთი მხრიდან არ არის ის საყრდენი, რომელიც უნდა იყოს, მეორე მხრიდან იმ საყრდენს საძირკველი აქვს გამოცლილი და მამას უწევს თავის მხრებზე აბსოლუტურად ყველაფრის აღება ნოლიდან. და წავიდა მოსკოვში და იქ დაიწყო მოღვაწეობა და მე რაღაცა მოკლე პერიოდში უკვე ჩვენც წაგვიყვანა. როგორი იყო შენთვის გადაბარგება მოსკოვში და სხვა ცხოვრების დაწყება? იცი რა არის ძალიან მიყვარდა 5-6 რაღაცა ეგ.
ძალიან მიყვარდა აქაურობა და აი ძალიან კარგად მახსოვს როგორ ვდარდობდი იმას რომ ვტოვებდი ჩემს რაღაცა სამშობლოს და ძალიან რთული იყო თან რაღაცა მიჩვევა აბსოლუტურად ახალ გარემოს, აბსოლუტურად ახალ ხალხს და მიუხედავად ამისა ალბათ ჩემი მშობლების ძალიან დიდი არ ვიცი როგორ ვთქვა, დამსახურება არის, რომ ყველანაირი კომფორტი შეგვიქმნეს მე და ჩემ ძმას იმისთვის, რომ ახალ ქვეყანაში გვეგრძნო თავი კომფორტულად. რეალურად ძალიან ბევრი ვიყავით ქართველები, ვინც წავედით იმ პერიოდში. ამიტომ ეს რაღაცა გვაერთიანებდა ძალიან ყველას. დღემდე ვმეგობრობთ ყველანი, ვინც იმ პერიოდში მოსკოვში გადავედით და ძირითადად ყველა უკვე აქ არის, უკან დაბრუნდა საქართველოში. 2009 წელს დავბრუნდით ნელ-ნელა სხვადასხვა პერიოდულობით ის გუნდი, ასე ვთქვათ, ქართველების, ვინც წავედით თავის დროს. შენი გამწვანებული უბანი სრულყოფილი ცხოვრებისთვის. თეთრი კვადრატისგან. რა კონტრიბუცია, რა ცოდნა და გამოცდილება მოგცა მოსკოვში ცხოვრებამ იმ გზაზე, რაზეც ხარ დღეს? პირველ რიგში ალბათ ყველაზე დიდი უნარი რაც შევიძინე არის დისციპლინა, რასაც აქ ვიცი რომ ვერ შევიძენდი. რას გულისხმობ დისციპლინაში? შეგიძლია ცოტა მეტი? რას გულისხმობ დისციპლინაში? პუნქტუალურობას, აი რაღაცა ისეთ შინაგან მექანიზმს, რომელიც მიჩვეულია რეპეტიტიულ მოქმედებას, რომელიც მერე დებს შედეგს. ანუ დაუნდებლობას რაღაცების მიმართ, ანუ არ გამოვა, ესე არ არის, ანუ ყოველთვის როცა მესმოდა საქართველოში ეგეთ რაღაცები, ანუ არ მოინტერესებდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ იყო შესაძლებელი უბრალოდ სხვა მიდგომა ჭირდებოდა ან სხვა ხრიკები. ძალიან ბევრჯერ გავიგე, არა, ძალიან ბევრი სხვადასხვა კომპანიისგან იმ პერიოდში, როცა უნდა ჩამომეყალიბებინა ეს ჩემი საქმე. და რის გამო გეუბნებოდნენ მაშინ არას? პირველ რიგში საქართველოში არ არსებობდა ონლაინ პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გადიოდა, შესაბამისად ყველა ამბობდა, რომ რა აზრი აქვს ლოგისტიკა, ძალიან ძვირია, ეს სისტემა გაუმართავია, აქ საქართველოში არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს, რომელიც გიცავს არაფრისგან, შესაბამისად, ანუ ყველაფერში გიწევს, რომ შექმნა პრეცედენტი, ყველაფერში გიწევს, რომ იყო პირველი, ყველაფერში გიწევს, რომ შენ თვითონ გაიკვალო ეს გზა და რაღაცნაირად მოახერხო ამ ყველაფრის ჩამოყალიბება იმ გარემოში, სადაც არ არსებობს მაგისთვის არანაირი პირობა. თან როცა ხარ 20 რამდენი წლის ვიყავი 23-24 წლის და ხარ ქალი საქართველოში გიყურებენ როგორც არ ვიცი სწორედ და კორექტულად როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ სერიოზულად არავინ არ გიყურებს მოკლედ. შენ როგორ მგონია ეგ დღესაც ეგრე არის თუ შეიცვალა, შერბილდა? ზუსტად ვიცი რომ შეიცვალა და ზუსტად ვიცი რომ ძალიან მალევე შეიცვალა ჩვენ რომ დავიწყეთ მოღვაწეობა. იმიტომ რომ ზოგადად ხედავ როგორ გიყურებენ, ხო? ანუ ყოველთვის აი თავიდან მახსოვს რომ პირობითად ბანკში რომ მივედით და რომ მოუყევით რომ აი ვაკეთებთ ესეთ პროექტს და გვაქვს ესეთი იდეა, რომლის განხორციელებაც გვინდა, აი ძალიან არავის არ აინტერესებდა, არავის არ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა, ასე შემდეგ. მერე პოსტაში იგივე, იმიტომ რომ ხელშეკრულება უნდა დაგვედო აბსოლუტურად ყველასთან. და აი ძალიან მალევე დაახლოებით 3 თვეში, როცა ჩვენი ბრუნვა უკვე რაღაცას გავდა და რაღაცა საინტერესო ციფრები გვქონდა უკვე, რაღაცა ბუმი შევქმენით და რა შექმნა ეგ ბუმი? იცი რა არის, ზოგადად მე მგონია რომ ეს ჩვენი
სწორი მარკეტინგი იყო დაფუძნებული იმაზე, რომ ძალიან ბევრი წელი ვიმუშავა მოდის სფეროში და მქონდა დამყარებული კონტაქტები, რომლების გარშემოც შეიქმნა ძალიან ბევრი სტატია დაიწერა ჩვენზე. არა იმიტომ რომ ეს სტატია დაკვეთილი იყო, არამედ იმიტომ რომ საინტერესო პროექტი იყო, ყველას მოწონდა, იმიტომ რომ უპრეცედენტო იყო და ყველა წერდა ჩვენზე, რომ როგორც არ ვიცი, როგორც არ ვიცი რა სიტყვა შევარჩი. რუსულად მომდის სიტყვა და არ მინდა მაგის ამდენი წელი ქართული რომ ისწავლე ძლიერს. სხვანაირად გითხავ. რა იყო ის უნიკალურობა, რამაც მიიზიდა ის ყურადღება? ანუ შენ ამბობ, რომ ბუმი მოხდა, იყო უნიკალური. აუთენტური იყო, ანუ ანალოგი არ არსებობდა შესაბამისად, ეგ იყო ის, რაც იყო საინტერესო. ანუ არავინ არ აკეთებდა მაგას, რასაც ვაკეთებდით ჩვენ. იყო ახალი სიტყვა, იყო ახალი მიდგომა, იყო ანუ მოდი დავშალოთ. შენ ხა მოდი ხარ წერტილიდან, სადაც შენი შვილია და ძალიან ცხადია. მაყურებლისთვის არ არის ცხადი. მოდი ხა დიდი იდეა მოვყვეთ, ხო, რომ ეს არის რა არის მორიზლავ. მოდი აი ყველაფერიდან დაწყებული მოვყვეთ რა არის კონცეფტში, რა არის საინტერესო, რატო არის უნიკალური, რატო დღემდე არის უნიკალური, ანუ აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად გაუშალოთ ხალხს, იმიტომ რომ ყველა ვინც გვიყურებს არ არის ხა შეიძლება მომხმარებელი შენი პლატფორმის, ან შეიძლება არც მენია, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ხალხს გავაგებინოთ, რასთან აგვაქვს საქმე. ოკეი, ნუ თავიდან ვახსენე, რომ ახალ ბედა ბრენდებთან მქონდა ქართულ ბრენდობა. უცხოურად. ანუ ამერიკული, ფრანგული, ბრიტანული, კორეული, რა ვიცი, ანუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გქონდა ეს კრებული, ასე ვთქვათ, curated selection, რასაც ქვია, ანუ როცა ყოველ ნივთს შენ თვითონ არჩევ იმისთვის, რომ მე წარადგინო ამ პლატფორმაზე და შენს მომხმარებელს გაუზია რომ აჩვენო და შესთავაზო, რომ შეიძინოს. ანუ იყო რეალურად, როგორც მე მივხვდი, დრო კონტექსტი რო გავიგო. იყო დრო, როდესაც დიდ ბრენდებს, მას ბრენდებს, პრემიუმ ბრენდებს ეჭირათ ბაზარი, მოდი ესე ვთქვათ. მათ შორის სადისტრიბუციო არხებიც მათ ხელში იყო ყველაფერი და როგორც ხვდები, ეხა როგორც გავიგე შენგან, ელექტრონულმა კომერციამ შეიტანა ცვლილება ამ ბაზარზე. რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ არაცნობილი ბრენდებისთვის, ახალბედა ბრენდებისთვის, მაგრამ საინტერესო გაჩენოდა ახალი მარკეტპლეისი, ხო? ანუ მივყვები ლოგიკას, იმიტომ რომ მე ამ ბიზნესში ჩახედული არა ვარ და ეხლა უბრალოდ სწორად გაიგე ყველაფერი. რეკრეაციას გავაკეთებ. ანუ თქვენი უნიკალურობა იყო რაში? სელექციაში? ჩვენი უნიკალურობა იყო სელექციაში ბრენდების, სელექციაში თვითონ ნივთების, ამ ბრენდების კოლექციებიდან. ამ ყველაფრის შერწყმაში, ამის წარდგენაში მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ მაშინ ინსტაგრამი ახალი გამოჩეკილი იყო და რეალურად ბევრად უფრო დიდი ძალა ჰქონდა ვიდრე დღეს, ბევრად ნაკლები კრეატორი ყავდა, ბევრად დიდი აუდიტორია ყავდა, იმიტომ რომ ახალი იყო, საინტერესო იყო, მაშინ იბადებოდა ეს ყველაფერი და შესაბამისად ძალიან სერიოზული თული იყო იმისთვის, რომ მარკეტინგი გაგეკეთებინა. ნუ ერთ-ერთი ჩვენი ალბათ მთავარი სიძლიერე იყო ის, რომ ძალიან დიდხანს ვიყავით დაკავებულები ჩვენი მომხმარებლების თიზინგით. ანუ მე მყავდა ჩემი კონკრეტული რაღაც აუდიტორია, იქიდან გამომდინარე, რომ მოდის სფეროში მოღვაწეობდი და თან რაღაც მოღვაწეობდი მოსკოვიდან დაწყებული? მოსკოვიდან დაწყებული, ლონდონში გაგრძელებული. მქონდა ჩემი ბლოგი, რომელსაც აქტიურად ძალიან ვანახლებდი ყოველთვის და რას ვაკეთებდი. მოდი მაშინ რაღაც თავიდან დავიწყებ, ხო? იმიტომ რომ თითქოს გაუგებარია რა არის. ანუ პირველი ჩემი სამსახური იყო 17 წლის ვიყავი და ერთ-ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომ იცი რა არისო, ჩვენ რაღაცა travel ჟურნალი გვაქვსო და გვინდა რომ fashion მიმართულება დავამატოთო და მოდი შენო დაგვიწერე სტატიებიო, აგვიწყეო რაღაცა ლუკებიო, travel-ისთვისო და იქნები ჩვენი fashion ჟურნალისტი.
ეს ხდება მოსკოვში. ეს ხდება მოსკოვში 17 წლის ვარ და ეგეთი opportunity რატო უნდა გავუშვა ხელიდან ძალიან საინტერესოა ძალიან ის არის ზუსტად რაც მე მომწონს და რაც მე მინდა რომ ვაკეთო და ნუ მოკლედ დავიწყე მუშაობა 1 წელი არა 2 წელი ვიმუშავე მან და მიყო ძალიან საინტერესო მქონდა რაღაცა ჩემი ჯიბის ფული ასე ვთქვათ რაც ეგეთ ასაკში ძალიან სასიამოვნოა როცა შენი შემოსავალი გაქვს მე გადმოვედი ცოტა ხანი საქართველოში 1 წელი ვიცხოვრე აქ ვიმუშავე რაღაც საქველმოქმედო ფონდში რომელიც ეხმარებოდა დევნილებს 2008 წლის ომიდან ბავშვებს ვასწავლიდით მუსიკას, ხატვას, რაღაც ეგეთ რაღაცებს და ძალიან ემოციური და ძალიან ძიმე სამსახური იყო, რასაც მივხვდი რომ ანუ ეგეთ სფეროში მე ვერ ვიმუშავდი, იმიტომ რომ ძალიან დიჯიტაბეჭდილებას ახდენდა და ნუ აბსოლუტურად არ მქონდა სურვილი სამუშაო დღის მერე რომ გავსულიყავი მეგობრები მენახან რაღაცა კარგად რო გამეტარებინა იმიტომ რომ მამძიმებდა ძალიან ეს ყველაფერი და შესაბამისად ამ სფერო ეს მივხვდი რომ ეს ჩემი სფერო არ არის რომ მე ემოციურად არ ვარ მზად რომ ყოველდღიურად გავამკლავდე ეგეთ რაღაცებს თუმცა ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და დღემდე რაღაცა საქველმოქმედო პროექტებში აქტიურად ვერთვები და ჩემთვის ეს მიმოხილვა. ზოგჯერ სხვაგან უნდა შევხვიო რომ მიხვდე რომ შენი არ არის თუ ეგეც სწორი დავიქე ეგრე მოხდა. ხო, მე მოკლედ ჩავაბარე ლონდონში, წავედი ლონდონში და ლონდონში რო წავედი, იქ შევქმენი ჩემი ბლოგი. მოიცა ლონდონამდე მაგ კითხვა. კარგი. მამა შენმა შეძლო ესტაფეტა ბაბუისგან რო გადმოება რა, ანუ რეალურად რეალიზდა მამა შენი მოსკოვში. კი, მამა ჩემს ჰქონდა საწვავის გასამართი სადგურები მოსკოვში, მქონდა რესტორნები. ესე ნოლიდან დაწყებული, ჩასული, იქ ბაბუა ჩემის ძმა იყო, რომელმაც რამოდენიმეჯერ რაღაცაში დაეხმარა, მისი პარტნიორები იყვნენ, რომლებიც ასევე ქართველები იყვნენ და აქედან წამოსულები იყვნენ და რაღაცა ერთად შექმნეს ნოლიდან ეს ყველაფერი და და როგორ გადაურჩით ეს მე ძალიან შორიდან, მაგრამ მაინც შეიძლება ბანძისკი პეტერბურგი და ეგეთი სერიალები რო ნანახი მაქვს. აქედან გამომდინარე მომენტალურად მიჩნდება ერთი მარტივი კითხვა, როგორ შეიძლება გადარჩე ამ გარემოში რეალიზდე იშოუ ფული, სადაც იყო რეკეტი, FSB და შეიძლება ძალიან სერიალებზე მოქმედების ქვეშ ვარ. მე მოსკოვში არ ყოფილვარ, მაინც დავაზუსტა 2000 წლის მერე. გონი მამა ჩემი უნდა დაპატიჟა პოდკასტში. ანუ შენ ეგენი გახსოვს საერთოდ ეგ დრო გახსოვს? ეგ დრო მახსოვს, თუმცა ეგრე არ შემხებია ბანძიცკი პეტერბურგს მეც უყურებდი მამა ჩემთან ერთად სხვადასხვის ხოლმე და ძალიან მოგწონდა ეგ სერიალი იმ პერიოდში. თუმცა ვერ გეტყვი რომ აი რაღაცა ეგეთი მინახავს იქ. ან შეიძლება შენ არ გაჩვენებდნენ. მე არ მაჩვენებდნენ, რა თქმა უნდა, ანუ დაცული ვიყავი, ასე ვთქვათ, ეგეთი. პრინცესულად გაიზარდე? ძალიან. ძალიან, კი. ანუ არ შეგეხო შე რაღაცა. ყველანაირად ანუ გარიდებდნენ თავს, რეალურად ეხლა მოდი ესე ვთქვათ, საკმაოდ რთული ქვეყანა არის და კომპლექსური. კი, მე მგონია რომ საქართველოს ბევრად უფრო მეტი ტრავმა მომაყენა, ვიდრე იქ ცხოვრება, იმიტომ რომ იქ აი თუნდაც ამ ბაბუა ჩემის ისტორიას, თუნდაც იმ დროს იქ არ შეგეხო, აქ რო ჩამოვდიოდი ხოლმე და წელიწადში ერთხელ ორჯერ ყოველთვის ჩამოვდიოდით ბების და ბაბუის სანახავად, აი სულად მახსენდება რატო ძალიან კარგი მეგობრები მყავდა, ძალიან კარგ დროს ვატარებდით. აი უშუქობა, უწყლობა, ცივი წყალი არ არის, ცხელი წყალი არ არის, გააცხელე, იბანავე. აი ეს ყველაფერი მახსენდება ძალიან მძიმედ, იმიტომ რომ ნუ რატომ როგორ უნდა გაგახსენდეთ? კი, სხვანაირი ურთიერთობები. და ის არ გახსოვს, შუქი მოვიდა. სხვანაირი ურთიერთობები იყო, ხალხი ბევრად უფრო ახლოს და მჭიდროდ და სოციუმი ბევრად უფრო შეკრული იყო, თუმცა ნუ ეს ყველანაირი დისკომფორტი ალბათ რთულია რომ განვითარდე, როცა ეგეთი ვითარება არის ქვეყანაში. ხო, ანუ საბოლოო ჯამში შენ პრინცესულად გაგზარდეს, მაგრამ მაინც ეს რაღაცა მუშაობა, შენი შემოსავალი, ანუ ეგ საიდან გაჩნდა? ხო, ყველაფერი ქონდა. კი, ნამდვილად. ხო, და საიდან გაჩნდა ეს ამბიცია, რომ მოგინდა რომ სამსახური ქონოდა, როგორც ხდება, მაგრამ შენს ფული არ უჭირდა. არა.
არ ვიცი, მინდოდა რომ ჩემი შემოსავალი მქონდა, მინდოდა რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და ხო და საიდან არის ეგენი ყველაფერი? სად გაჩნდა? სად მიდის ფესვი ამისი? მე მანტრა მედიტაციას მომცემ რომ გავიგო. სადღაც ხო მიდის ამის ფესვი? ალბათ, ხო, ეხლა არ მაქვს პასუხი. არა, პასუხი. ერთ-ორ თვეში დაგელაპარაკები მაგაზე. იცი რა მითხარი და ლონდონიც ამ პრინცესული გზის ნაწილია? თუ უკვე შენი დამოუკიდებელი ნაწილია? არა, ნაწილია პრინცესული გზის. რეალურად 16 წლიდან ჩემი მშობლები მეხვეწებოდნენ, რომ წადი ლონდონში და იქ ისწავლე, არ გინდა აქ და არ ვიცი რატო, ალბათ ჩემი რაღაცა თინეიჯერული ჰორმონების ამბავია, რომ მე მოვაწყე საოცარი ამბავის სახში და ვთქვი, რომ თქვენ მე აღარ გიყვარ ვართ და მიშორებ და მაგდებთ სახლიდან, მიშორებ სადღაც ლონდონში. აღარ გინდივართ და ნუ მოკლედ ისეთი ამბავი დავატრიალე, რომ დამტოვეს და არ გამიშვეს. გავუშვეს ჩემი ძმა მე, რომელმაც ძალიან ბევრი წელი ცხოვრა და ისწავლა ლონდონში. მე წავედი მარტო მასტერს გავაკეთე და მე დავუბრუნდი. ანუ შენ დარჩი და ბაკალავრიატი გააკეთე მოსკოვში. ბაკალავრიატი დაამთავრე მოსკოვში. მენეჯმენტი. ეს იყო საერთაშორისო ბიზნესი და მენეჯმენტი კი. და ნუ მე მაგ განხრით უკვე წავედი მოდის სფეროში უფრო ვიწრო კვალიფიკაციით. მოდის სფერო საიდან შემოვიდა შენ ცხოვრებაში? მოდის სფერო. ნუ პირველ რიგში და ჩემი არის ხატვარი დიზაინერი, აკადემია აქვს დამთავრებული საქართველოში წითელ დიპლომზე. იყო ეგეთი დროც. იყო ეგეთი დროც. არის ძალიან ნიჭიერი და ნუ მთელი ცხოვრება ვუყურებდი მას. გარდა ამისა, ალბათ ჩემი მეგობრებიც რა თქმა უნდა ახდენენ რაღაცა გავლენას. ზოგადად ეგ სფერო ყოველთვის ჩემთვის იყო საინტერესო და მაინტერესებდა ეს რაღაცა ჯადოსნური რაღაცა შიგნიდან როგორია და როგორ მუშაობს და აღმოჩნდა რომ შიგნიდან არც თუ ისე ჯადოსნურია და არც თუ ისე მარტივია, მაგრამ ხო ეს სიყვარული ალბათ არის ერთადერთი რაც დღეს ამ ბიზნესს და ამ საქმეს ამოძრავებს. ანუ რამე კონკრეტულ მომენტს არ უკავშირებ, როდესაც გაჩნდა ეს რავი, მე მინდა ფეშენი, რამე კონკრეტული არის ხო? რამაც რაღაცა ის მოგიტანა რაღაცნაირი სიცხადე, რომ აი ეს სფერო მინდა. არ გახსენდება? არ ვიცი, აი წარმოიდგინე ახლა მთელი ბავშვობა ვიზრდებოდი დედაჩემი ან ხატავდა, ან რაღაცას კერავდა, ან ქმნიდა. აი როგორ რაღაცებს აკეთებდა, იცი მაგალითად წარმოიდგინე, წავედით მექსიკაში სამოგზაუროდ და იქიდან რები ჩამოიტანა დედაჩემმა, იცი? თევზების დასაჭერი რაღაცა ბადე, რომელიც 10-ია იქიდან თვითფრინავში ეს ყველაფერი. დიდია საკმაოდ, ხო და მე გააკეთა იმისგან ჭაღი, ესეთ რაღაცა დიდი ჭაღი იყო, რომელიც მოკარგა, რაღაცა საოცრებები მოახდინა და სამზარეულოში გვეკიდა ეს რაღაცა მისი ქმნილება. მე ტაილანდში ვიყავით, იქიდან ჩამოიტანა რაღაცა ფირფიტები, პერლამუტრის და იმისგანაც გააკეთა რაღაცა მეორე ჭაღი, რომელიც დიდ ოთახში ეკიდა. ანუ აი სულ რაღაცას თავისი ხელით ქმნიდა, აკეთებდა, ხატავდა, კერავდა და შესაბამისად ეს რაღაცა ჩემს ოჯახში იყო ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად დედაჩემის გარდა ხელოვნების მიმართულებით არავის არ აქვს არანაირი შეხება. ხო, ეხლა მოდი ეგეთ რაღაცას ვიტყვი. ნუ ძალიან ხშირად ლაპარაკობენ ახლა იმაზე მოდასთან დაკავშირებით, ვინც ახლა აქტიურად არის, მე ხა არა ვარ ეგეთი აქტიური მიმდევარი, მოდი ესე ვთქვათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შოპინგი არ მიყვარს. ყველას გვიყვარს. ყველა რაღაც შოპინგ თერაპია. ვიღაცას ონლაინ, ვიღაცას ოფლაინ. ონლაინ ვერ ყიდულობ. ვერა? ვერა. აი ვერაფრით ვერ შევეჩვი ონლაინ ყიდვას. მე ყველანაირად შევიძლია. ხო, აი ხო, ანუ არ ვიცი, მე მჭირდება შევიდე დღემდე სოციალს არც iPad-ში და ვერც კომპიუტერში ვერ ვკითხულობ და ძველი თაობის ადამიანი დამიბეჭდეთ. ანუ მე მჭირდება ამ ფურცელს, ფაქტურას, ხვანაირი ახმა მაქვს და ალბათ რაღაცნაირად დღემდე ესე ვარ და ტანსაცმელსაც უნდა შევიდე, გავიზომო, შევხედო, მომეწონა, არ მომეწონა. მოკიდო. ერთი უბედური ტრადიცია მაქვს ფეხსაცმლის მაღაზიებში, ყველა ვიცი ჩემმა მეგობარმა, რომ თუ შევედი და ჩავიცი და არ ვიხდი, მაშინ ვყიდულობ. ან თუ გავიხადე ფეხსაცმელი.
კომფორტული უნდა იყოს. ან მოკლედ თუ მაინდა-მაინც რამე გამოსასვლელი და გასაბრანჭი რაღაცას ეგეც არ ყიდო, გასაბრანჭი ხა ხო არ გამოვა ქუჩაში, მაგრამ დანარჩენი ფეხსაცმელი ეგრევე ტრადიცია მაგ. ანუ მე თუ არ მიჩდება იმპულსი შიგნით, რომ მინდა მაღაზიიდან გავიდე ისე რომ ეს ფეხსაცმელი არ გავიხადო, ესა ჩემთვის მარკერი რომ უნდა ვიყიდო. მომწონს. ავაპირებ რომ შემდეგზე გამოვიყენო. ხო, ანუ ესე ტრადიცია კარგი მარკერია. ხო და ვეუბნები ჩემ თავს რომ თუ არ გინდება ამ ფეხსაცმელში გასვლა, ესე იგი ისე არ გინდა. ანუ ასე ვეუბნები ჩემ შიდა დიალოგს გიყვები, ჩემ თავს ვეუბნები. ეს არ ნიშნავს რომ 105 წელს არ ვიყიდი, მორიგეჯერ ხო მე ის არ ქვია ძალიან ფეხსაცმელი განსაკუთრებით. თუმცა არ მჭირს ეს მაგალითად სათვალეზე რაღაცები ხო, ანუ რაღაც აქსესუარებზე მჭირს და რაღაც აქსესუარებზე არ მჭირს, მაგრამ შოპოჰოლიკი ვარ. უნდა ვაღიარო. ანუ მე ვარ. შენ. კი. ოკეი. ვარ. მაშინ მე რა სტატუსი შემიძლია რომ ჩემ თავს მისცე შენ თუ ფიქრობ რომ შენ შოპოჰოლიკი. არ ვიცი. შენ შეიძლება ექსტრა შოპოჰოლიკი ხარ, ანუ შეიძლება ჩემზე მეტად ხარ. თან საქმეს აკეთებ ამით, ანუ ეგერ ხო არ არის, ან ბაიერიც ხარ. ანუ რეალურად ხო ბაიერიც ხარ, ანუ ბაიერიც სელერიც. ხო, ორივე. ხო, შენ არჩევ. ყველანაირი მხრიდან ვარ ამ სფეროში რეალურად. ხო, მაინც დავუბრუნდე. მოკლედ აქტუალური თემაა ჩემთვის, ანუ ემოციური კავშირი ეხა ამ თემაზე რაზეც ვლაპარაკობ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მე ოფლაინ შოპერი ვარ და არ ვარ ონლაინ შოპერი და კიდე კაი რო არ ვარ, იმიტომ რომ ონლაინ რო გავხდე მე ვერ წარმომიდგენია, ვერც სახში ვეღარ დავეტევი. ხო და ისა რა ქვია, მოდი გავაგზავნოთ. ანუ იქ შემოვიდა, ანუ შემოქმედებითი, ანუ ნახე საინტერესო რაღაცას ყვები, როგორც მე მესმინება ახლა. ერთის მხრივ არის დედა, შემოქმედი, რომელიც ყველაფრისგან რაღაცას ქმნის. კი. და მეორეს მხრივ მამა, რომელიც ქმნის დოვლათს. ანუ შემოქმედება და დოვლათი. რითი არ ახარი ხამათი შვილი. 100%. ანუ რეალურად რო შეხედო, ერთისგან წამოიღე შემოქმედება, მეორესგან წამოიღე დოვლათის შექმნის უნარი. თუ რამე არასწორად გავა. მამა ჩემის პირველი ბიზნესი გაინტერესებს რა იყო, პატარა იყო მაშინ, არ მახსოვს რამდენი წლის, მაგრამ ესე მომიყვა, რომ ვკითხე რომ მეთქი, შენ არ გაქვს ვინილების კოლექცია, თქვა, იმიტომ რომ ბაბუა ჩემის ვინილების კოლექცია მე გადმომეცა და ვაგროვებდი და ვიფიქრე, რომ ალბათ მამა ჩემის მხრიდანაც უნდა იყოს რაღაც რაოდენობის ვინილები შემონახული ოჯახში და მეთქი იმასაც წამოვიღებ, თქვა და იცი რა არისო, ჩემი პირველი ბიზნესი ესე დავიწყე, ვინილებისგან საათებს ვაკეთებდიო. აი, ხო, ვინილებზე. ანუ მექანიზმს ვამაგრებდიო, მისრებს უკეთებდიო და მე ვყიდიდიო რა და შესაძლოა არ მაქვს მამი ვინილებიო, ვერ მოგცემო. გამოიყენა მასალა. გამოიყენა მასალა. ხო, ამიტომ ხო ხედავ, ანუ მამა ჩემსაც რაღაცა შემოქმედი მიმართულება აქვს და ზოგადად ოცნებობდა მთელი ცხოვრება, რომ ყოფილიყო არქიტექტორი. ბაბუა ჩემო არ მისცა მაგის საშუალება, უთხრა რომ არაო შენო სოფლის მეურნეობა უნდა შეისწავლო და მოკლედ ჩააბარებინა ამ მიმართ. ხო იცი როგორც იყო ახლა მაგ თაობაში აბარებინებდნენ. ბავშვები არ წყვიტავდნენ. ამიტომ მეც და ჩემ ძმასაც ჰქონდა სრული თავისუფლება იმის თუ სად ჩაგვებარებინა, რა ფაკულტეტზე რა გვესწავლა და ასე შემდეგ. ანუ შენ უკვე ბიზნესი შენი არჩეული იყო? კი, ჩემი არჩეული იყო. და fashion marketing-ის ხო, ანუ მამის და დედის მიმართულება შევაერთე რაღაცა ერთ გენეტიკური კოდი ჩამოვაყარე. გამოიყენე ორივე კოდი. გამოვიყენე, ორივე კოდი მაქვს. კაი, მე ხარ მაინტერესებს იცი. აი ეს პრინცესული ცხოვრება, ლონდონი ხა ძალიან საინტერესო ქალაქია, იმიტომ რომ ალბათ fashion ინდუსტრიაში ერთ-ერთი, მოდი ასე ვთქვა, ცენტრალური ქალაქია. და სად თავდება შენი პრინცესული? ზედ მორჩა შენ პრინცესული ცხოვრება. მაინც დავაწყო. არა, ვაგრძელებ. ოღონდ მე თვითონ ვუქმნი ჩემ თავს მაგის შესაძლებლობას. გავიგე, მაგრამ მაშინ ხო არ ქონდა მაგის შესაძლებლობა. ლონდონში ვახვევ ხა. ლონდონში ჯერ კიდევ მშობლების დოტაცია გაქვს, ხო? კი. აი, მან სად დაიწყო, მოდი ესე ვთქვა, ტრანსფორმაცია, რომ ერთის მხრივ არ გჭირდება, ამ ძალიან ბევრისთვის საჭირო იყო, ან მეუგულისხმობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ამბიცია, იმიტომ რომ არ ქონდა. შენი кейსი ეგეთი არ არის. ხო, ჩემი кейსი ეგეთი არ არის. აი, სად გაჩნდა ის წერტილი, სადაც შენ გადაწყვიტე, რომ მინდა ჩემი. ანუ მორჩა. 17 წელს ვიყავი, რომ უკვე რაღაცა ჩემი მქონდა. მცირე, მაგრამ ნუ რაღაცა ჩემი კი. შენ გონია რომ მაქედან დაიწყო?
არ ვიცი, ვერ გეტყვი, არ მაქვს რაღაცა ესეთი მეხსიერება, რომ აი კონკრეტულად რაღაცა მომენტია ფიქსირებული ჩემს ცხოვრებაში, როცა აი ეგ მოხდა. საინტერესოა, იცი რატო გითხულობ ამას? სიამოვნებაში მაყურებლისთვის გითხულობ. იმიტომ რომ What's the starting point? ხო, იმიტომ რომ წერტილები მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებული ვარ, ეხლა მინდა ავხსნა რატო სვავ ასე და რატო ჩაკითხავ თვარესი. უამრავი ადამიანი არის, რომელსაც ან იდეა აქვს, ან ამბიცია აქვს, ან ოცნება აქვს, რაღაცა აქვს. და რაღაცა არ ყოფნის, რომ გადაწყვიტოს, რომ დაიწყოს. მაგიტომ და მუდმივად იმყოფება R&D ფაზაში, რაზეც მე და შენ გუშინ ვსაუბრობ. შეიძლება იყო ან ოცნების ფაზაში იყო, ან სურვილის ფაზაში იყო, ან გამოკვლევის ფაზაში იყო, ან მილიონ სხვა ფაზაში იყო, მაგრამ არასოდეს არ გადადგა ის ნაბიჯი, რომ გააკეთო. ოკეი. სოდეშის მე მყავდა გეგუშა ფიჩხაია პოდკასტზე და ძალიან მაგრა დამახსოვრდა გეგუშას ფრაზას გამოვიყენებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია ცადო ყველაფერი ჯობია იმას რომ არინანო რა ბოლოს, აი მაშინ რო გამეკეთებინა რა მოხდებოდა. იცი რამდენმა არ გააკეთა და მე სულ ამბობ მე ის გამოთქმა მიყვარ. შენ არ იზავს, სხვა იზავს. და მე შენ იდეას რო ხედავ განხორციელებულ სხვა გააკეთებს. იმიტომ რომ კოლექტიური ცნობიერი ხო ეგრე. ხო, ეგრეა, ჩვენ ხო იდეებს ერთი და იგივე ადგილიდან ხო, რა თქმა უნდა. ანუ დასწრებაზეა, რაღაც კუთხით რომ შეხედო დასწრებაზე, იმიტომ იდეა თუ კარგია, ის აუცილებლად განხორციელდება, ან ძალიან მოკლე დრო გაქვს, თუ გავს კარგი იდეა, ის აუცილებლად შენ დაინახავ მას რეალიზებულს ძალიან მალე. და ან იქნები შენ ან სხვა, შენ გადაწყვიტე. ან რამოდენიმე იქნებით და მე გაიმარჯვებს ის, ვისაც არ ვიცი, ვისაც ალბათ მეტი ან თავდაჯერებულობა აქვს, ან მეტი კრეატივი აქვს ჩადებული, ან რაღაცა სხვა key point-ები აქვს, რაც ჯობნის კონკურენტს. ოკეი, ანუ შენ ლონდონში დაინახე პოტენციალი იმისა, რომ ეს e-commerce შეანჭრევს ამ ინდუსტრიას ლიანად. კი, იცი რა არის, ზოგადად ლონდონი არის ქალაქი, რომელიც ძალიან ბევრ შთაგონებას გაძლევს. ძალიან ცოცხალია, ძალიან რებელური და თავისუფალი და გიჟური არის და მგონია რომ იქაური კოლექტიური ცნობიერი გაძლევს ძალიან ბევრ იდეას, ძალიან ბევრ შესაძლებლობას, რომ შენი ტვინი გაამოძრავო, გაავარჯიშო და რაღაცები. ანუ გარემოა ეგეთი. გარემოა ეგეთი, ანუ იქ ეგრევე კრეატიული ხდები, იმიტომ რომ სხვანაირად მგონია რომ არც გამოვა. ანუ წარმოიდგინე, შეგიძლია ყოველდღიურად იარო, არ ვიცი, გამოფენებზე და ვერ ამოწურო თვის განმავლობაში იმდენია. შეგიძლია ყოველდღიურად იარო თეატრში და ვერ ნახო თვის ბოლომდე ყველა სპექტაკლი რაც იქ დადგმული. ანუ იმდენად ჭარბობს ყველანაირი კრეატიული და ცოცხალი არტ სფეროში განვითარებით, მოდის სფეროში, ყველა სფეროში აბსოლუტურად. რატომ ვერ გაბედე ამდენი ხანი? ვერ გადადგინა ბიჭი? რატომ ვერ უმატებ აჩქარებას და ძალისხმევას? თუ შენ შეძლებ გაიგო ამ კითხვებზე პასუხები, მაშინ შენ შეძლებ დაიწყო შენი ბიზნესი, რომელიც გულით გინდა. ხოლო ამ კითხვებზე პასუხის პოვნაში და გაცნობიერებაში დაგეხმარება საშა კაცმანის აუდიო კურსი 10 ნაბიჯი ბიზნესისკენ. კურსის შესაძენად დაასკანერი QR კოდი ან გადადი ვიდეოს აღწერაში მითითებულ მულზე და გაყევი იქ მითითებულ ინსტრუქციებს. შეძენის შემდეგ იმეილზე მოგივა წვდომა ჩანაწერებზე, რომელსაც კომფორტულად მოусმენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში. ჩამოშალე ამ YouTube ვიდეოს აღწერა. მოძებნებ მული, დააჭირე და შეიძინე შემდეგი 20 წუთის განმავლობაში სპეციალურ ფასად. რა ტრანსფორმირდა მოსკოველ ნინოში? როცა გახდა ცოტა ხნით ლონდონელი ნინო. აი რა ტრანსფორმირდა შენში? მეტი თავისუფლება შევიძინე. მე მგონია რაღაც გამეხსნა, მგონებაში საზღვრები, რაღაცების ჩარჩოების მიღმა დავიწყე დანახვა. და ალბათ ეგ არის ყველაზე დიდი ფასეულობა, რაც იქ შევიძინე. არა ის, რაც ვისწავლე, არა ის, რაც პირობითად დიპლომი ავიღე, არამედ უფრო აი ეგ მომენტი, რომ საზღვრებ გარეთ შევძალი აზროვნება. ვერ ვითქმენ რა დავსვა ეს კითხვა. როგორი იყო თქვენ მე არა მაქვს შეხება ესე მჭიდრო ქართულ დიასპორასთან და დიდია. ხა რუსეთში ყველაზე მეტი ქართველიც ხო კონცენტრაციით? ეხლაც? არ ვიცი, ხა არ ვიცი.
არ ვიცი, მაგრამ მოდი ესე თქვა, როგორი იყო ეს 2008 წლის ომი იმ ქართველებისთვის, რომელიც იქ იმყოფებოდნენ. ანუ აი როგორ აი პირად განცდას გეკითხები, განზოგადოებულად არ გეკითხები. შენთვის რა იყო? ჩემთვის ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ პირველ რიგში არ იყო ხალხი საქმის კურსში. ჩემმა მეგობრებმა არ იცოდნენ, რომ ეს ხდებოდა. ანუ პროპაგანდის ქვეშ არ შუქდებოდა ეგ? არ შუქდებოდა ეს ყველაფერი რუსეთში, ანუ იქ ხალხმა არ იცოდა და მე მინდა გითხრა, რომ მაგ პერიოდში ძალიან რთულად მოხდა თვითონ მამაჩემის ბიზნესის მიმართაც ეს ყველაფერი. ანუ რეალურად იყო მოდი ბრჭყალებში ვთქვათ, ჩამორთმეული ძალიან ბევრი რამე, რაც მთელი მისი ცხოვრების საქმე იყო. მოუწია რაღაცა მცირე თანხებში ამ ყველაფრის გაყიდვა და წამოსვლა იქიდან. ხო, არ იყო სასიამოვნო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მასიურად მაგან ძალიან ყველაფერი შეცვალა. ეგ მასიურად ხდებოდა? არა, მე მგონია, რომ ეს ხდებოდა კონკრეტულად რაღაცა პიროვნებებზე, ვინც იცოდნენ, რომ საქართველოში აბანდებს ფულს და საქართველოში ცდილობს საქართველოს განვითარებას. ანუ გამიზნული. გამიზნული იყო. კი. შენ ამ დროს სად ხარ? მე ამ დროს ვამთავრებ უნივერსიტეტს, ბაკალავრიატს მოსკოვში, 9-ში დავამთავრე, ავიღე დიპლომი და წამოვედი. ანუ შენები გადმობარგდნენ საქართველოში, შენ წახდე ჩემები არა, როგორ იყო, იცი, მამა ჩემი გადმობარგდა თბილისში, დედა ჩემი დარჩა მოსკოვში. ბებია ჩემიც დარჩა მოსკოვში. აი რაღაცა ხო ხდა, ძალიან გაიხლიჩა ყველაფერი. და საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მეც წამოვედი თბილისში. და მე უკვე გადავედი. პრობლემა გააგრძელეთ საცალკე ცხოვრება? ან დაშორდნენ ეს თემაც? გავიქე. კი. ხო, ან ბევრი ისეთი რაღაცა მოხდა, რაც არ მინდოდა რომ მომხდარიყო იმ პერიოდში და რთული პერიოდი იყო ნამდვილად. და შენ ამ დროს ერთი წელი იყავი საქართველოში, აკეთებდი ამ საქმემოქმედო პროექტს, ხო? როგორც მივხვდი. კი. და მერე მოხდა შენ წასვლა ლონდონში. მერე მოხდა ჩემი წასვლა ლონდონში, ანუ ერთი წელი ვიყავი აქ. ეს იყო ჩემი პირველი წელი საქართველოში, ანუ ისეთ ზრდასრულ ასაკში უკვე გააწყობილ შენ ახსენებ ქართული რო ვისწავლეო, შენ მართლა ქართული ისწავლე გვია? კი, აი 13 წელია რაც ვსწავლობ. ანუ სახლში ლაპარაკობდნენ რუსულად? არა, სახლში ლაპარაკობდნენ ქართულად, მაგრამ ეს იყო რაღაცა ძალიან ელემენტარული ენა, ხა ვერ წავიკითხებდი ხელშეკრულებას, ვერ დავწერდი, ანუ ეს ყველაფერი მე ეს მაშინ ასიმილირებული იყავი სრულად. ხო, კი, სკოლა იქ დავამთავრე. სკოლა იქ დავამთავრე. 5 წლის იყავი რო წახვედი. ხო, ანუ რეალურად ქართულად არც კითხვა და არც წერა არ ვიცოდი. დღეს ვიცი, მაგრამ ალბათ ჩემ შულზე ოდნავ უკეთესად ვიდრე მოკლედ სკოლა აქ რო არ გაქვს დამთავრებული, მაინც ენაში რაღაც ბრუნვებში სადღაც შემატყობ მაგას. და საინტერესოა, იმიტომ რომ მე აგენ ათელაც მყავდა სხვერია და ჩვენ ვლაპარაკობდით მესამე კულტურის ბავშვებზე, რომელიც ორივე ვართ, მას თლად რუსი ყავს დედა და ისიც გადმობარგდა აქ საცხოვრებლად და ძალიან კაი რაღაცებს აკეთებს და ძალიან კარგად აშუქებს საქართველოს და ხო მე ნათელა გავიცანი მოსკოვში, როცა მუშაობდა იქაურ ძალიან ცნობილ გაზეთში და ჩამომართვა ინტერვიუ. და მინდა გითხრა, რომ დღემდე ყველაზე საინტერესო ინტერვიუერი იყო, ვისაც შევხვედრილ ვარ. მაგარი გოგოა. ოკეი, დღესაც ორ კაპიკს დავამატებთ. კი. იცი რა მითხარი? და ლონდონში ესო ყველაფერი გაჩნდა, ეს იდეები, ეს თავისუფლება, ეს შესაძლებლობის დანახვა, რომ ეს ძველი მოდიზმის
იცი, მე ხვდები, რომ ელექტრონულმა პლატფორმებმა სინამდვილეში რაც მუსიკაში, კინოში მოხდა, რომ უამრავი პატარ-პატარა სტუდიებმა, დამოუკიდებელმა სტუდიებმა დაიწყეს წარმოება მუსიკის წერა მუსიკოსებმა სახლში დაიწყეს და მერე მარკეტპლეისი შეიქმნა, სადაც მუსიკოსებმა თავის ტრეკები განათავსეს და მთელი ამ გუმბერაზი, სონი, პარამაუნტების და რაღაცეების დრო გინდ კინოში და გინდ მუსიკაში იგივე მოხდა მოდაშიც. ხო? ზუსტად. მე მგონია რა ეგ რაღაცა ეგეთი ერა იყო ყველა სფეროში რეალურად. რატო ჩამოხვედი საქართველოში ამის კეთება რატო პირდაპირ ლონდონში არ დაიწყე ამის კეთება? ამ კითხვაზე მგონია რომ გაგეცი პასუხი, რომელიც არის ემოციურ სენტიმენტებთან დაკავშირებული, ეგ არის. შენ გიზიდავდა აქ. მე ყოველთვის მინდოდა რომ რაღაცა ჩემი წვრილი შემეტანა და გამეკეთებინა რაღაცა აქ. აი არ ვიცი, ესეთი სურვილი მქონდა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მამა ჩემის ჩანერგილია და მისი რაღაცა მისი ემოციები არის უკვე ჩემში გატარებული. შეიძლება ესე რომ შენ ამას შეზღუდვად უყურებ თუ პირიქით? არ ვიცი, ლონდონში ქონდა შენ ტრამპლინი. რო გამხდარიყავი global citizen. რეალობა ხო ეგა? გეთანხმები. შენ ამ დროს ჩამოდიხარ? ძალიან კაია რომ ჩამოხვედი, თორემ მორიზლობა არ არსებობდა, მაგას არ გულისხმობ, მაგრამ არჩევანი რო გააკეთე გლობალური მოქალაქეობის და აი საქართველოში დაბრუნების კუთხით, აი დღევანდელი გადმოსახედა როგორ უყურებ, იმიტომ რომ მაგ ტრამპლინზე იყავი შენ და ეგ არჩევანი ქონდა. არ ვიცი. იცი არის ხან როცა ჩვენს ქვეყანაში ძალიან არასასიამოვნო პოლიტიკური მოვლენები მიმდინარეობს, ფიქრობ რომ ამიტოთა დამდენ წვენებში მოგდის აზრი? ხო, აი ეგეთ წუთებში მიფიქრია, რომ აი რატო და რაღაცა და ეხლა მაგალითად სადმე რომ მინდოდეს წასვლა, სად წავიდოდი და მინდა გითხრა, რომ დღეს ევროპა ჩემთვის აღარ არის ის ევროპა, რომელიც იყო. ეხლა ცოტა ხნის წინ ვიყავი ლონდონში და ეს არ არის ის ლონდონი, რომელშიც მე ვსწავლობდი და ვცხოვრობდი. რა შეიცვალა? ყველაფერი შეიცვალა, უსაფრთხო არ არის და იქიდან გამომდინარე რომ მე შვილი მყავს, მე უკვე მარტო ჩემ თავზე არ ვფიქრობ, შესაბამისად ვფიქრობ იმაზე თუ მისთვის რა გარემო იქნება საცხოვრებლად კომფორტული მისი განვითარებისთვის სწორი და ასე შემდეგ, ხო? არ მინდა რომ ვერ გაუშვა პირობითად პარკში მარტო სასეირნოდ ბავშვი და ვიფიქრო ან გაქურდონ, ან არ ვიცი რაღაც ლონდონი იმდენად უსაფრთხო, იმდენად არაუსაფრთხო ქალაქია, რომ რო ჩადიხარ იქ, ჩანთა არ გიჭირავს, ტელეფონი რაღაცნაირად შიგნით კურტკის შიდა ჯიბეში გაქვს დამალული. საათი, საყურე, რაღაცა სამკაული, ყველაფერი მოხსნილი, არასასიამოვნოა, როცა ვერ გრძნობ თავს დაცულად. ალბათ survival mode-ში რო ხარ, წარმოიდგინე ქუჩაში რო ხარ და სურო იმას ეძებ, რომ ვინმე რაღაცა არ მოგპაროს, არ გაქურდოს. ამიტომ არ ვიცი. და რეალურად ევროპაში ყველგან ეგეთი სიტუაცია არის, რაც ძალიან არასასიამოვნოა. მარტო რომ მიდიოდა საცხოვრებლად, კიდე ხო განიხილო მაგას, მაგრამ ბავშვი ყავს რაღაც სხვა პასუხისგებლობით ხარ და სხვანაირად ხარ ეგეთი რაღაცების მიმართ დამოკიდებული. რამდენი წლისაა შენ ბავშვი? 10 წლის. აქვია? გიო. გიო, მოვიკითხოთ გიო. აქედან. ეგება ნახოს. ნახავს აუცილებლად გუშინ მეკითხებოდა რა რატო ხარ დაჭიმული თუ როგორ აღარ მახსოვს როგორ მითხრა. რატო ხარ დაძაბულიო და მეთქი ხვალ პოდკასტში მაქვს ჩაწერა და ეგ რა არისო და მეთქი აი ინტერვიუ უნდა ჩამომართვან თქო. მეც მინდა. ამ თავისთვის მეტი თავისუფლება. მეთქი შენ კითხა რომ ვინ გართმევს ინტერვიუს თქო და გუშინ მე და შენ რო შევხვდით და გიო რომ მოვიდა, აი თუ გახსოვს თქო ვისთან ერთად ვიჭექი გუშინ რომ ვლაპარაკობდით თქო და ცნობილიაო მეთქი კითხა და შენზე უფრო ცნობილია. მეთქი გააჩნია რომელ სფეროში თქო. აი ესეთი რაღაცები ძალიან აინტერესებს და თვითონ პატარა ბიზნესმენია, ხო იცი? არა. თუ ბევრი მცდელობა ქონდა უკვე 10 წლის ასაკის თაობაზე, რომ ფული გაეკეთებინა
ერთ-ერთი მისი პატარა ბიზნესი იყო, პატარა სუნამოებს ყიდიდა და ძალიან წარმატებით. მე სულ ადრე რო გადავახვიოთ 1-3-4 წლის წინ სახში იპოვიდა ნივთებს, რომლებიც ჭყალებში არავის არ ჭირდება. შემოსასვლელში გააკეთებდა მაღაზიას, თავისი დაახლით, თავისი ფასებს დააწერდა. დიდი ბაბუა ცოცხალია, მოკლედ. მასში ცოცხალია, ხო. ყველანაირი გენეტიკური კოდი, რაც კი შეეძლო, რომ აიღო ყველასგან საუკეთესო ახალგაზრდა. ინტერესოა, რომ ისეთი ადრეული ასაკიდან ფიქრობს. მე 10 წელსაც ნამდვილად შექმნას. არ მიფიქრია. ეხლა ახალი გადაცემა აქვს, DJ-ის პულტზე აკროვებს ფულს, უნდა იყიდოს და მე უნდა იმუშაოს DJ-ად, უნდა დაუკრას მუსიკა და მაგით უნდა გააკეთოს ფული. უკვე რაღაცა ეს წარმოსახვები აქვს. რაღაცა პერიოდი ბარმენი უნდა და რა ყოფილიყო და ეს მთელი შეიქებდა რაღაცების ამას ყველაფერს გიზიარებს? ამას ყველაფერს მიზიარებს, ეს ყველაფერი ძალიან welcoming არის ჩვენს ოჯახში და ძალიან გვიხარია მისი რაღაცა ინიციატივები. ზაფხულში ბარმენი იყო და მამაჩემს 150 ლარად ერთი კოქტეილი მიყიდა. ნუ მოკლედ, ანუ ძალიან წარმატებული. ხო, ყველა ბარმენი იოცნებებდა 150 ლარად გაყიდოს კოქტეილი. კი, ნუ მე გამოსდის მოკლედ ეგეთი რაღაცები. თან ანუ ისეთი რაღაცნაირი ვაიბი აქვს და ისე ქმნის ამ ყველაფერს, რომ უარს ვერავინ ვერ ეუბნება. შესაბამისად, ყველა მისი ჩარმის მსხვერპლია, როგორ არის ჩარმ ქართულად? შარმის, ხო. ყველა მისი შარმის მსხვერპლია. ამიტომ ერთი გაღიმება, ერთი რაღაცა, ყველაფერს ყიდულობს. შესაბამისად დიდი მომავალია. დიდი მომავალი. ოღონდ რა მიმართულებით წავა არ ვიცი, იმიტომ რომ აი მომავალი. აბსოლუტურად ყველაფერს მოედო უკვე და ყველა დარგში. ძალიან საინტერესოა ეგეთი ადრეულ ასაკში, ეგეთი დაინტერესებული. მაგას აქ ძირითადად არ ინტერესდებიან ჯერ. თეთრი კვადრატი. მათთვის ვისაც თანამედროვე ცხოვრების ყველა გამოწვევასთან გამკლავება სურს. მე მგონია რომ ამ თაობას აქვს ეგ ინტერესები და რაღაცა სხვანაირები არიან, მაგრამ უფრო ადრე ყალიბდებიან ისეთ რაღაცებზე, რაზეც ჩვენ მაგასაკში არც კი გვეფიქრია. ხო, TikTok-ზე იმნე რაღაცას უყურებენ, იმ ხელა სამყაროს უყურებენ, რომ კი. იცი რა მითხარი? გავიგე, ანუ სენტიმენტი როგორც მე მივხვდი, ვაგაბრუნებ წერტილში მორიზლოვის შექმნის სენტიმენტი, რომელიც ქონდა შესაძლებლობა, რომელიც დაინახე მაგ მომენტში და შენ ჩამოდიხარ საქართველოში და ქოქა მორიზლავს. ეგ არის დასაწყისი წერტილი. ეგ არის დასაწყისი წერტილი. კაპიტალზე მომიყევი. საიდან მოიზიდეთ კაპიტალი? ჩვენ ვიყავით სამნი, მოკლედ ერთ-ერთი პარტნიორი იყო და არის ანი მოკია, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და მოღვაწეობს და იქ მე და ანის გვაქვს ძალიან უცნაური გაცნობის ისტორია. მოკლედ 2010 წელს აღვადგინეთ ჩვენი თავიდან გავიცანით ერთმანეთი, თუმცა 2000 წელს მილენიუმი როცა დადგა, ახალ წელს ხვდებოდი ოჯახთან ერთად მექსიკაში, კანკუნში და არ ვიცი, რამდენი წელი ვიყავი, პატარა ვიყავი. მოკლედ მილენიუმს ხვდებით ახალ წელს, ვართ წასულები ბევრი ქართველები, 10-12 კაცი ვიყავით, ანუ ოჯახებით, ბავშვები, მშობლები. და უცებ მორბის ჩემი ძმა და ქართველები ვიპოვე და მეორე დამსვენებელი ოჯახი იყო ანის ოჯახი და იქ მაშინ მექსიკაში კანკუნში გავიცანი ჩემი მომავალი პარტნიორი, რომელიც მერე ლონდონში აღვიდგინეთ ის მეხსიერება, რომ თურმე ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს და დავიწყეთ მეგობრობა, რომელიც დღეს უკვე რაღაცა უფრო ოჯახად გადაიზარდა, იმიტომ რომ ანი არის ჩემი შვილის ნათლია, არის ჩემი ძალიან საყვარელი ადამიანი და არა მარტო ბიზნეს პარტნიორია, არამედ რაღაცა ცხოვრების პარტნიორიც. ან ძალიან ახლოს ვართ, კი. მყავდა კიდე ერთი პარტნიორი, მესამე თაკო ბოლოთაშვილი, რომელთანაც დაახლოებით 1 წელიწადნახევარი ვიმუშავეთ ერთად და მერე დღევანდელმა მესამე პარტნიორმა გამოისყიდა მისი ძილი. და
თქვენ შეარჩიეთ მესამე პარტნიორი, როგორ მოხდა? აი პარტნიორის გასვლაც ძალიან საინტერესო თემაა ზოგადად. ვიღაცა რო გადის ბიზნესიდან და სხვა რო შემოდის. აი მან შეგიძლია მოგვინათო და ზოგადად რა კრიტერიუმებით არჩიე პარტნიორები ბიზნესში? ოკეი, მოკლედ, ანი რა კრიტერიუმით ავარჩია და ლონდონში ჩვენი მეგობრობისას ძალიან ბევრს ვსაუბრობდით ამ თემაზე, ამ ახალგაზრდა დიზაინერებზე, ონლაინ პლატფორმებზე და შესაბამისად ეს იყო ჩემი და მისი, ასე ვთქვათ, მეგობრობის ნაყოფი. ეს იდეა იყო შექმნილი რაღაცა ჩვენს საუბრებში. მე გაუზიარე რომ მინდოდა ეგეთ რაღაცას გაკეთება და უკვე მერე ანი შემომიერთდა თავისი ინტერპრეტაციებით, თავისი იდეებით, თავისი ხედვით ამ ყველაფერში და მივხვდით რომ რეალურად საერთოა. ხო, ეს ყველაფერი შემთხვევითი არ იყო, თუნდაც ის ჩვენი უცნაური გაცნობა მექსიკაში, თუნდაც ლონდონში ეს reunion-ი და it made sense. ყველაფერი დაალაგდა. ყველაფერი ხო, შერწყმა მოხდა რაღაცა ამ ყველაფრის ისე, რომ გასაგები იყო, რატო შევხვდით ერთმანეთს. მესამე პარტნიორი იყო თაკო, რომელსაც ვიცნობდი მოსკოვიდან, ისიც მოსკოვში ცხოვრობდა და მეგობრობდით და დღესაც მეგობრობთ და თაკო იყო მაგ პერიოდში თბილისში და მე ვიფიქრე რომ მჭირდებოდა მესამე ადამიანი, რადგან ანი იყო ლონდონში ფიზიკურად, რომ აი ეს ოპერაციულად, ფინანსურად სწორედ გამართულად მარტო ვიფიქრე რომ ვერ გავუმკლავდებით და შევთავაზე თაკოსაც ძალიან მოეწონა ეს იდეა. თუმცა მე რაღაცა პერიოდში მიხვდა რომ ეს სფერო უბრალოდ მისი არ არის და დღეს აბსოლუტურად სხვა სფეროში მოღვაწეობს წარმატებულად შესაბამისად, ხო. და თვითონ გადაწყვიტა გასვლა ამ ბიზნესიდან. ხო, ანუ ჩვენ გვყავდა მეგობარი, რომელიც გვეხმარებოდა რაღაცა პროგრამულ მიმართულებაში, იმიტომ რომ პირველმა პროგრამისტმა, ასე ვთქვათ, გადაგვაგდო და გითხრა რომ არ მეინტერესებს ეს იდეაო, რაღაცას თამაშობთო გოგოებიო და არ მჯერავ ამ პროექტისო და ვერ გავაკეთებო. სამი გოგო თამაშობს რაღაცას. სამი გოგო თამაშობს რაღაცას. იყო დამოკიდებულება ყველას, ბანკების, ყველასი აბსოლუტურად, სანამ ბრუნვა არ დაინახეს. სანამ არ დაიბადა ეს პროდუქტი, შესაბამისად მერე უკვე არ დაიწყო. სანამ არ რეალიზდა, ხო. და მალე რეალიზდა, ხო? თან მალე, ანუ რეალურად რა თანხაც ჩავდეთ, 3 თვეში მაგხალა ბრუნვა გქონდა. ამიტომ ძალიან მარტივად მოხდა ჩვენში ბანკების მიმართ, ლოგისტიკური კომპანიების მიმართ, ყველას მიმართ აღიარება, ასე ვთქვათ. და მე უკვე სხვანაირად გვხვდებოდნენ, სხვანაირად გვესალმებოდნენ ყველაფერი, ანუ აბსოლუტურად შეიცვალა ყველაფერი და სერიოზულად აღიქვეს უკვე. მინდა გითხრა რომ ხო, ანუ ალბათ ჩვენ არ ვიყავით მარტო ეგეთები, ვინც ამდენ პრეცედენტს ქმნიდა და ვითომ თამაშიდან რაღაცა სერიოზულს და წარმატებულს აკეთებდა და მგონია რომ ამ ყველაფერმა ბევრი ქალი მეწარმის და ბიზნესში მოღვაწის საშუალებით დღეს მგონია რომ აღარ უყურებენ. ალბათ არის ეგ კატეგორია მამაკაცების საქართველოში დღემდე, მაგრამ მგონია რომ შემცირებულია. მკვეთრად, კი. მკვეთრად შემცირებული. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. მოდი დაუბრუნდეთ, იცი რა წერტიელს, სადაც, მოდი ესე ვთქვათ, ეს დამოუკიდებელი პატარ-პატარა რაღაცა ნიშური ბრენდები. მე სწორედ მესმის რეალურად Morizlove არის რაღაცნაირი concept stories-კენ ფორმატისკენ პლატფორმა არის. და როგორ მოხდა საერთაშორისო სხვადასხვა ქვეყნიდან ბრენდების დამეგობრება ქართულ ბრენდებთან, ეგეც რომ მომიყვე, როგორ მოხდა ეგ? მოკლედ, ჩვენი მოღვაწეობა რა დავიწყეთ, წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ დავდიოდით პარიზში, მოდის კვირეულის ფარგლებში გამოფენებზე და იქ ვეძებდით და ვარჩევდით იმ ბრენდებს, რომლებიც იქნებიან წარდგენილი ჩვენს პლატფორმაზე. ეს იყო ძალიან
შრომატევადი, რთული, მაგრამ ამავე დროს ძალიან სასიამოვნო პროცესი. მე და ანის როგორი განრიგი გქონდა, იცი, დილის 8-ზე, 8:30-ზე ვიღვიძებდით. 9-ზე უკვე გვეწყებოდა პირველი შეხვედრები, appointment-ები, ასე წოდებული და ყოველ 1 საათში პარიზის სხვადასხვა წერტილში უნდა ყოფილიყავით შეხვედრაზე. ქონდა დღეები, როცა არც ლანჩის დრო, არც აუზმის დრო არ მქონია და იმ მთელი დღე სრულ ენთუზიაზმზე რომ მუშაობ და წყალზე და რაღაცა სნეკზე რაც შეიძლება რომ იმ შოურუმში მოგართვან და არ ვიცი რანაირად, მაგრამ კიდევ ახერხებდით საღამოს რაღაცა პარიზულ ღონისძიებებზე გასვლას, საიდან ყოფნიდა ამდენი ძალა და ენერგია, არ ვიცი. ესეც ალბათ სრული ენთუზიაზმის ფარგლებში. ხო და აი ამ ყოველი ჩვენი ბიზნეს ტრიპის შედეგად მოყვავდა ჩვენს საქართველოს ბაზარზე, ასე ვთქვათ, ბრენდები კორეიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტურად ყველა ის ბრენდი, რომელიც მოგწონდა, რომელსაც თვლიდით, რომ ახალი სიტყვა ეთქვის ამ სფეროში, რომელსაც თვლიდით, რომ ხარისხის და პროდუქტის ფასის შერწყმა აქვს ძალიან სწორი. ზოგადად ჩვენ კატეგორიას, რა კატეგორიაშიც მოღვაწეობდით, ქვია affordable luxury და contemporary. ანუ ამ ორი კატეგორიის შერწყმა მოგვიწია. ჩვენებურად როგორ არის? არის თარგმნება affordable luxury, ანუ ხელმისაწვდომი ფუფუნება. ძალიან ცუდად ჟღერს ალბათ ქართულად, მაგრამ ნუ ეს კატეგორია არის ჩვენი კატეგორია. ანუ ეს არ არის mass market-ი, ეს არ არის ნივთები, რომლებიც იწარმოება ათასობით, ეს არის ბრენდები, რომლებსაც თავიანთი ან პატარა წარმოება აქვთ, ან რაღაცა თავიანთი, ან სადღაც აწარმოებენ. ნუ შესაბამისად რაღაცა კონკრეტული რაოდენობით შეუძლიათ აქვთ capacity, შესაძლებლობა, რომ აწარმოონ ეს ნივთები. შესაბამისად, ანუ იმის გათვლას ვიზზე აკეთებთ. ხო, შესაბამისად იმის ალბათობა, რომ პირობითად გაცვია რაღაცა კაბა და ამ კაბით შეგხვდება კიდე სხვა ადამიანი, არის ძალიან მცირე, იმიტომ რომ ძალიან უნიკალური, იშვიათი ნივთები იყიდება ჩვენს მაღაზიაში. რა მკითხე, საიდან ვიზზე აკეთებდი? ვიზზეა გათვლილი. ვიზზეა გათვლილი და აბსოლუტურად საკმაოდ ბევრი კატეგორიის ადამიანზე. ეს არის, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც მიჩვეულია ლაქშერის ყიდვით და ასევე აზავებს, ასე ვთქვათ, თავის გარდერობს ნივთებით, რომელიც არის აუთენტური, განსაკუთრებული, განსხვავებული დიზაინის და ასე შემდეგ და ასევე იმ ხალხის, ვინც mass market-ს ყიდულობს და შეიძლება რაღაცა ერთი ან ორი ნივთით თავისი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური სტილის აქცენტები გააკეთოს ჩვენი დახმარებით. ჩვენი მომხმარებელი არის ახალგაზრდაც არ მინდა რომ ვაწყენინო. მოხუც ვერ ვიტყვი ახლა სისულელია, მაგრამ ასაკში მყოფიც, ხო, ანუ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, მე რეალიზაციის ბაზრები, ანუ საქართველოს არის თქვენი მარკეტი? კი, რა თქმა უნდა. წილი რამდენია საქართველოს? ეხლა საკმაოდ დიდია, ეხლა ალბათ სადღაც 60%-ზე არის ასული, იმიტომ რომ ზოგადად ონლაინ ვაჭრობა სერიოზულ კრიზისშია და ზოგადად მოდის სფერო სერიოზულ კრიზისშია. იქაც კრიზისია. აბსოლუტურად ყველგან და სხვათა შორის ეგ არის იმის მაჩვენებელი, რომ ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისი გველოდება 2016 წლის არ იყოს. ყველაფერი წინ არის, შესაბამისად ეს რაღაცა ნიშნებია იმის, რაც გველოდება. ლაპარაკობთ მომხმარებელზე, ხო? ჩვენ გვყავს 16 წლის გოგოებიც მომხმარებლად, ვინც მოდის და პირობითად ეძებს რაღაცა დაბადების დღის ლუქს ან ქორწილში ჩასაცმელად ლუქს ან არა აქვს მნიშვნელობა, ხო? ან რაღაცა აქსესუარს, რომელიც მის შეცვლის, ასე ვთქვათ, მის
უბრალოდ აქცენტს გააკეთებს მის ინდივიდუალურობაზე და ასევე ყავს მომხმარებლები ვინც მოღვაწეობს მოდის სფეროში, ვინც მოღვაწეობს არტ სფეროში, აბსოლუტურად იურისტები ყავს მომხმარებლები, ანუ აბსოლუტურად მრავალფეროვანი ქალები. ანუ დღეს როგორც ხვდები თქვენი ფიზიკურ, თქვენ ხო ფიზიკურ მაღაზიასაც ფლობ. ანუ ონლაინის წილი შემცირდა, ფიზიკური მაღაზიის წილი გაიზარდა. ფიზიკური მაღაზიის წილი გაიზარდა. და ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს მომხმარებელი თბილისში, ვინც ჩამოდის ტურისტი. იქიდან ძალიან ბევრმა იცის ჩვენს შესახებ, თუნდაც რომ დაიგუგლოს ან ინახოს რაღაცა შოპინგ წერტილები თბილისში, ჩვენი ამოვარდება აუცილებლად ერთ-ერთი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რივიუ გვაქვს, ძალიან ბევრი ფიდბექი გვაქვს და ზოგადად ქიაჩელის ქუჩა, ასე ვთქვათ, ჩვენ პირველებმა გამოვაცოცხლეთ და დღეს უკვე ძალიან ბევრი ლამაზი და საინტერესო მაღაზიაც და რესტორანიც გაიხსნა ჩვენ ქუჩაზე, შესაბამისად თან გვიყვარს ეგ თბილისის ნაწილი და ძალიან გვინდა რომ იყოს უფრო ცოცხალი, უფრო ლამაზი და მიმზიდველი ყველასთვის, არა მარტო ტურისტებისთვის, ლოკალებისთვისაც. და როგორ მოგოქეთ და რა მომენტში მოგოქეთ ქართული წარმოების ბრენდი? ჩვენი ბრენდი. თბილისი, რაღაცა საპოსტო ინდექსია? არა, ჩემი დაბადების დღეა. შენი დაბადების დღეა? მაგრამ ხო, ასევე რაღაცა ლაკი ციფრებია ჩვენთვის. მე დამავისა მეკითხა, მე ვიცი ეგ ისტორია, მაგრამ თქვენი პარტნიორი შვილმა დაარქვა, ხო, მორიზლავ, თუ როგორ იყო? როგორ იყო და ანის შვილი სხვათვის დღემდე რაღაცებს გვირჩევს და დღემდე რაღაცებში ძალიან კარგ რჩევებს გვაძლევს შესაბამისად, ხო. მოკლედ იყო იდეა რომ დაგვერქვა რაღაცა more, რადგან ვთვლიდით და ვთვლით რომ ვართ მეტი ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზია და ამ სიტყვასთან გვინდა და რაღაცის შერწყმა, უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა აუთენტური, არ უნდა ყოფილიყო ონლაინ სივრცეში მაგის ანალოგი და უნდა ქონოდა ჟღერადობა, რომელიც იქნებოდა ადვილად დასამახსოვრებელი და მან დაგვეხმარა და ეს love სიტყვა შემოგვიერთა ჩვენ სახელში და ძალიან მოგვეწონა თავიდან მე ცოტა წინააღმდეგი ვიყავ იმ დროცა და ბავშვური და რაღაცნაირი მეამიტური მეგონა ეს სახელი, მაგრამ დღეს ისე შეჩვეული ვარ ამ ყველაფერს, რომ ვერც ავყიქავ საერთოდ როგორ შეიძლება რომ ჟღერდეს სხვანაირად. და რა იყო ყველაზე მთავარი ფითხოვლები, რაც ბიზნესის დროს დაგემართათ? ბევრი კრიზისი გამოვიარეთ. ბევრი სირთულე. 2016 წელს საოცარი კრიზისი იყო ყველასთვის აბსოლუტურად და ჩვენც შეგვეხო უკრაინა-რუსეთი ომის დაწყების კრიზისი, მოდი ესე დავარქვათ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეარყია თავისი არსებობით ამ ვითარებამ. და მინდა გითხრა, რომ ამ პერიოდში, რაც დაიწყო ეს ბოლო მოვლენების ომი, მესამე წელია, ხო, უკვე მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ონლაინ მაღაზია გაკოტრდა. ეს არის Net-a-Porter, ეს არის Farfetch, ეს არის Matches Fashion, ეს არის Essence. ოღონდ აი როგორ ონლაინ მაღაზიებზე გესაუბრები ახლა, იცი? რომლებიც არიან შარქები, აი ზვიგენები ჩვენს სფეროში და ძალიან ძლიერები, ძალიან განსაკუთრებულები, სერიოზული ბიუჯეტებით, სერიოზული ინვესტიციებით და შესაბამისად რატო? იმიტომ რუსეთი და უკრაინა თავად იყო ძალიან იცი რა არის ეგ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი არის, რომელსაც ძალიან ცოტა აღიარებს და მართალი გითხრა, ეგ ვერსია არც მომისმენია არც ერთ პოდკასტში და არც ერთ ინტერვიუში გაკოტრებასთან მიმართებით. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ ძალიან დიდი კონკურენცია ჩამოყალიბდა უცებთან, ვერ გაუძლო მსოფლიოს ბაზარმა ამ ხელა კონკურენციას. მეორე არის ის, რომ ჩვენი მარჟა, რაც არსებობს მოდის სფეროში და ოდითგანვე მოდის
ეგ მარჟა ვერ უძლებს ამ მარკეტინგულ ბიუჯეტებს, ვერ უძლებს ამ ფასდაკლებებს, რომლებიც რეალურად არასდროს არ მთავრდება, ხო? ანუ მუდმივად სულ უნდა ჩამოაფასო ნივთი იმისთვის, რომ გაყიდო, იმიტომ რომ oversaturated market არის, ხო? ანუ როგორ არის ქართულად დამეხმარება. გათამამებულია, მოდი ესე ვთქვათ რა. ხო, გადაჭარბებულია, ასე ვთქვათ, პროდუქციით და მაგ ხელა მოთხოვნა რეალურად არ არის. ეგ ბევრი მიზეზია, ერთ-ერთი მიზეზი რა თქმა უნდა არის ის, რომ უკრაინა და რუსეთი ძალიან დიდი ბაზრები არის და ამ ბაზრების ეს ერთ წამში დაკარგვა არის ძალიან სერიოზული საფრთხე ყველანაირი ბიზნესისთვის, რომელიც ონლაინ ემსახურებოდა და მე მინდა გითხრა, რომ ჩვენ Farfetch-ის პარტნიორები ვართ და შესაბამისად გვაქვს მონაცემები ამ ყველაფრის და რუსეთი და უკრაინა ერთად 60%-ში ადგენს. 60. მაგათი გაყიდვების და ნუ წარმოგიდგენ ერთ დღეში რო კარგავ ამ ხელა ბრუნვის ნაწილს რითი უნდა ჩაანაცვლო. როცა თან უკვე გლობალური ბრენდი ხარ და ყველა ბაზარზე ხარ გასული, ხო ვერ ჩაანაცვლებ. Unless ჩამოვლენ უცხო პლანეტელები, ვისაც შოპინგი უყვართ. მგონი სხვა გამოსავალი არ არის, ხო? ანუ რაღაცნაირად უნდა შეამცირო შენი. თუმცა რას ვთქვი, იცი? ეს აკვემ კომპანიას, რომელიც NSA LM რა დამოუკიდებელი ხო ანუ ყველაზე დიდი რომელიც Louis Vuitton-ს და Flop სახლი. LVMH. ხო, არაფერი არ იტყობათ მაგათ. გეტყვი, მაგათ ფასდაკლებები არ აქვს თუ შეადღე. ეგენი ზოგადად თაყურს ვადევნებ მაგათ. ზოგადად ბერნარ არნო, ვინც არის დამფუძნებელი ამ კომპანიის, ამბობს ესეთ რაღაცას, რომ luxury always works in all turmoils, ანუ ნებისმიერი ომის, კრიზისის დროს luxury კატეგორია მაინც ყოველთვის მუშაობს. იმიტომ რომ ის ხალხი, ვისაც აქვს შესაძლებლობა რომ დახარჯოს ფული და იყიდოს ძვირფასი ნივთები, ომის დროსაც და კრიზისის დროსაც კარგად გრძნობს თავს. ეს არის მისი, ასე ვთქვათ, ფუძე რასაც აშენებდა თავის დროზე ამ ბიზნესს, ხო? ან მაგან დაიწყო თავიდან ჯერ დიორი შეისყიდა და ამ გაკოტრებული სახლიდან შექმნა ისევ სოფლიო ბრენდი, რომელიც აღორძინება გაუკეთა. ეს LVMH-იც შეკრა. ანუ რეალურად დიორი რო იყიდა, დიორს მოყვა კიდე ძალიან ბევრი ბრენდი და ის ყველაფერი გაყიდა, ქარხნები და რაღაცები და დაიტოვა დიორი და აღორძინა. მერე დაამატა კიდე ბრენდები, შექმნა ეს თავის ძალიან დიდი პორტფოლიო და დღეს რაღაც პერიოდში იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მამაკაცი, მერე გაასწრეს, მაგრამ დღესაც ძალიან კარგად გრძნობს თავს და მისი პოლიტიკა არის დაფუძნებული იმაზე, რომ non-sale policy აქვს რეალურად მის ბრენდებში მგონი არც ერთი არ გადის sales-ზე. რაც განაპირობებს იმ success-ს, სადაც არის. თუმცა, როცა გაქვს ონლაინ მაღაზიები და ერთმანეთში შედიან კონკურენციაში და აქვთ მსგავსი პროდუქცია, უწევთ რომ ფასის ხარჯზე, შიპინგის ღირებულების შემცირების ხარჯზე, რაღაცა არ ვიცი, celebrity endorsement-ის ხარჯზე და ასე შემდეგ, ხო, რაღაცა ხრიკებს იგონებს ყველა მარკეტინგულს თუ როგორც, იმისთვის რომ ეს კლიენტები აქედან იქ გადმოიტანოს და ეს ხალხი ხო რეალურად ანუ რაღაცა ერთი კასტა არის, ვინც შოპინგობს ამ ონლაინ მაღაზიებში და ნუ მიდის კონკურენცია, ვინ წაიყვანს ამ კლიენტს რის საფუძველზე თავისთან. შესაბამისად ვერ უძლებს. ხო, თქვენ რა შეცვალეთ თქვენ მოდელში ამ კრიზისიდან გამომდინარე? ჩვენ რა შევცვალეთ და ნუ პირველ რიგში დასამალი არ არის, აბსოლუტურად ყველა შეეჯახა მაგას და ჩვენც ვიყავით გაკოტრების პირას და ეგ რომელ პერიოდს ყვები? აი რო დაიწყო ომი დაახლოებით 1 წელიწადში, ხო, 2 წლის წინ. ან თქვენს დიდი წილი დაკარგეთ? ჩვენ ძალიან დიდი წილი დაუკარგეთ. ჩვენ ძალიან ბევრჯერ შემოგთავაზეს მოსკოვში წასვლა და მოღვაწეობა იქ, იმიტომ რომ გვაქვს დიდი კლიენტური ბაზა იქ. მაგრამ ჩვენ ასევე ემოციური და არა ბიზნეს მაინდ გადაწყვეტილებების გამო უარი ვთქვით ამ ყველაფერზე და მოღვაწეობთ კვლავ აქ. რაც ალბათ რო შეხედო ფინანსური კუთხით და ბიზნეს კუთხით არასწორი გადაწყვეტილება არის, თუმცა ნამუსთან და ემოციებთან მიმართებაში
ალბათ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სუბთად გაძინებს და არანაკლებ მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია. ალბათ არ ვიცი რომელი უფრო მნიშვნელოვანი, ჯერ ვერ გადავწყვიტე, მაგრამ ხო, ალბათ ეგრე არის და ალბათ ეგრე უფრო წყნარად ხარ შენს ნამოსთან და შენს სინდისთან. ყურადღება. ბერმა თქვენთანმა იცის, რომ მე შევქმენი სავტორო პროცესი გადატვირთვა. იმისთვის, რომ გაიგო, რამდენად სასარგებლო არის გადატვირთვა შენთვის, გადადი მულზე, იქ დახვდება გადატვირთვის სიმპტომების კითხვარი. შეავსე ეს კითხვარი და გაიგე, რამდენად გადატვირთვა, როგორც პროცესი, შეიძლება იყოს სასარგებლო პირადად შენთვის. ქართულ ბრენდს მე დავსვიკითხა და მე თვითონ გადავხდი, მე და შენც გადაგახტუნე ჩემთან ერთად. როდის გავუშვით, ორი კითხვა, თქვენ პლატფორმა ასევე თუ რეალიზებს ქართულ ბრენდებს და სად გაჩნდა იდეა, რომ თქვენ თვითონ შეგექმნათ თქვენი წარმოება და თქვენი ბრენდი გაგეშვათ. ხუდები დაიწყო, ხო? კი. როგორ იყო, ესე იგი, ჩვენ პირველ ეტაპზე რაღაცა შესყიდვები გავაკეთეთ, რაღაც ბრენდებთან შევათანხმეთ, რას გავყიდით პლატფორმაზე, როცა დაილანჩება ეს პლატფორმა და გვინდოდა რაღაცა ტიზერი პროდუქტის შექმნა, რომელიც მარტო ჩვენ გვექნებოდა და მეტი არცად არ იქნებოდა. შესაბამისად, ეს რაღაცა მარკეტინგული გეგმის ნაწილი იყო, არ იყო იდეა იმაში, რომ ჩამოყალიბდეს ცალკე ბრენდი, რომ იყოს რაღაცა ცალკე წარმოება. ვიპოვეთ ქსოველები, ეს იყო რაღაცა უფრო სოციალური პროექტი, ჩვენ გვინდოდა რომ დაგვესაქმებინა ის ადამიანები, ვინც უკვე ან პენსიაზე არის, ან ასე ვთქვათ, არ აქვს სამსახური და არ აქვს შესაძლებლობა რომ გამოიმუშაოს, რომ კონდეს რაღაც შემოსავალი. შესაბამისად, ეს რაღაცა სოციალური მიმართულება დავამატეთ, თუმცა ამაზე არ გველაპარაკია და არასდროს არ წაგვირდგენია. სწორედ ამბობ. ამ კუთხით და ძალიან საინტერესო იყო, რომ გვინდოდა, რომ ეს ბრენდი ყოფილიყო აუცილებლად ნაწარმოები საქართველოში, Made in Georgia იყო ჩვენი მთავარი მიზანი და უნდა ყოფილიყო ხელით ნაკეთი და უნდა ყოფილიყო ძალიან კარგი ხარისხის. შესაბამისად, მთელი ნედლეული ჩამოდიოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან უცხოეთიდან და უკვე აქ იწყებოდა ეს ყველაფერი ხელით საქართველოში და თავიდან როგორი კონცეფცია იყო, იცი, რომ ყოველი ქუდი უნდა ყოფილიყო ერთი ცალი. სანამ და ყოველი ქუდის ასე ვთქვათ, უნიკალურ რაღაცას ყიდ, ყოველი ქუდის დიზაინი უნდა გამეკეთებინა მე. სანამ 1000-ზე არავედით და უბრალოდ ტვინი არ გამეთიშა მარტო მაგის კეთებით, იქამდე გქონდა ეს კონცეფცია და მიუყვებოდით მას. თუმცა მე უკვე როცა მაღაზიები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს რომ გვინდა პირობითად 2000 ცალი ამდენი რაღაცა, ეს ფერი 100 ცალი, ის ფერი 200 ცალი, ვთქვით რომ ოკეი, მაშინ უნდა შევცვალოთ კონცეფცია, ცოტა ავეწყოთ B2B მიმართულებას, იმიტომ რომ აქამდე მარტო B2C ვმუშაობდით და უკვე დავიწყეთ კოლექციების კეთება, რომლებიც მერე უკვე იწარმოებოდა რაოდენობაში და გადიოდა საზღვრებს და სხვა შორის ძალიან საინტერესო პრეცედენტები შეიქმნა. თუ იცი პარიზში ეგეთი მაღაზია Bon Marché, ყველაზე ცნობილი department store ალბათ პარიზში და ყველაზე საუკეთესო, მან ვიყიდებოდით და ქართული ბრენდისთვის ეს იყო რაღაცა პირველი პრეცედენტი, როცა ქართული წარმოების ბრენდი შევიდა ეგეთ department მაღაზიაში. ვიყიდებოდით Browns-ში, ლონდონში არის ეგეთი რაღაც საკულტო მაღაზია, რომელიც იცის ალბათ ყველა, ვინც მოღვაწეობს მოდის სფეროში, ყველა ქვეყანაში, იმიტომ რომ მართლა iconic მაღაზია არის და დღემდე არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ Farfetch-მა გაუკეთა requirement-ი და შეცვალა ცოტა მიმართულება და ყველაფერი და აღარ ყავს ის ძველი მეპატრონე, ვინც ყავდა და ვინც ჩამოაყალიბა ეს
კონცეფცია და კიდე ბევრ სხვა მაღაზიაში, სოფლიოს ფარგლებში იყიდებოდა ეს ჩვენი ძალიან საყვარელი ქუდები, რომლებსაც ვაწარმოებდით აქ. სადღაც 3 წელი მქონდა ამ პროდუქტს თავისი ციკლი, როგორც ვიცით, აბსოლუტურად ყველა პროდუქტს აქვს თავისი ციკლი და თავის ბუმიდან მერე ჩამოვიდა, როდემდე უნდა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ტრენდში და მოდაში ეს მიმართულება და 3 წელი მართლა ძალიან ბევრია იმისთვის, რომ იყოს ტრენდული. და მე უკვე დავიწყეთ მუშაობა, ეს ბრენდი უკვე თავისით ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, გარე პირობებმა მოიტანა ის, რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო ბრენდად, მოთხოვნა მოგცა, ასე ვთქვათ, მაგის საშუალება და რომ მივხვდით, რომ ეს ქუდები თან ძალიან სეზონურია, მარტო ზამთარში შეგვიძლია, რომ გაიყიდოს აქტიურად და გვჭირდება ისეთი პროდუქტი, რომელიც მთელი წლის ჭრილში მუშაობს. დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლება, რომ იგივე მქსოველებით და მქარგველებით და იმ ხალხით, ვინც უკვე ჩვენთან მუშაობს, რომ გავაკეთოთ რაღაცა ახალი პროდუქტი, რომელიც ნაკლებად სეზონურია. და ჩამოვაყალიბეთ ჩანთების წარმოება. დაგვრჩა იგივე სტაფი. იგივე ადამიანები ქმნიდნენ, იგივე არტიზანები ქმნიდნენ, არ ვიცი ქართულად როგორ შეიძლება რომ ამ სიტყვას ანალოგი ვიყენებ ჩვენ არტიზანულს, ხელით ნაკეთებს. ხო, ხელით ნაკეთი ერთია, მაგრამ აი არტიზანს კიდე სხვა წოდება აქვს. არტიზანი არის ის, ვინც ძალიან მაგარია თავის მოღვაწეობაში, თავის სფეროში და გამოსდის ეს ოსტატურად, მოდი ესე ვთქვათ. მოკლედ ჩვენი გამოზრდილი ოსტატები უკვე აკეთებდნენ სხვა პროდუქტებს და მერე შეიქმნა ახალი ბესტსელერი, ჩანთები, რომლებიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა, ასევე ძალიან ბევრ მაღაზიაში გაიყიდა, ძალიან ბევრმა დააკოპირა და მოკლედ ძალიან დიდი წარმატება მოიტანა ამ მიმართულებამაც. დღესაც ვაწარმოებთ ჩანთებს. ვიყიდებით მსოფლიოში დაახლოებით 10 მაღაზიაში, ეს არის ის რაოდენობა მაღაზიების, რასაც ჩვენი პატარა წარმოება, ასე ვთქვათ, უმკლავდება. და ძალიან პოპულარული არის ჩვენი ბრენდი Middle East-ში. ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დამკვეთი არის საუდის არაბეთში. ესეთი ონლაინ პლატფორმა არის Ounasi, რომელიც Middle East-ში არის ყველაზე დიდი და ახდენენ ერთ დღეში მიტანას თავიანთ რეგიონში. ძალიან ძლიერები არიან, ძალიან კომფორტულები არიან და აი დღეს მაგალითად ამ თვის ბოლოს ვაბარებთ შეკვეთას 1400 ჩანთას. ანუ ჩვენი პატარა წარმოება არის მთლიანად მიმართული იმაზე, რომ ეს შეკვეთა ჩაბარდეს. გამაგარია. საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყიდება მთელ მსოფლიოში. მთელ მსოფლიოში. 10 ქვეყანაში თქვი, ხო? თუ 10 ქვეყანაში 10 მაღაზიაში, ხო, მაგრამ ონლაინ Farfetch-ზე ვართ, შესაბამისად, ანუ Farfetch-ი აკეთებს shipping-ს მსოფლიოს ნებისმიერ მიმართულებით და ამიტომ ყველგან ხელმისაწვდომია ჩვენი ხელნაკეთი ნივთები. იცი რა, ჩვენ ალბათ მე საერთოდ ხვდები, რომ მოდის ბიზნესში, რომ ეს ჩემთვის ცოტა შორეული ბიზნესია, შორიდან უყურებ. მაგრამ როგორც ხვდები, საქართველოს უფრო და უფრო მყარდება, როგორც რაღაცნაირი, არ ვიცი, თქვათ იგივე დემნას მოღვაწეობა, იგივე კომას მოღვაწეობა და სხვადასხვა ადამიანების, რომელიც მართლაც ტოპ კლას ხელოვნები არიან ამ სფეროში, როგორც ხვდები. და შესაბამისად მე სხვადასხვა მინდოდა აუცილებლად და დავპატიჟებ სოფოს, რომ მოყვეს ისტორია Fashion Week-ის და როგორ მოხდა, როგორ ჩამოიყვანა, ალბათ დიდი როლი მიუძღვის, არის მე როგორც ხვდები. ძალიან დიდი როლი მიუძღვის Fashion Week-ს, რომელიც აქ ტარდებოდა. და რამე საერთაშორისო პრესა, ძალიან სამწუხაროა, რომ პანდემიამ რეალურად ძალიან შეცვალა ჩვენი სფერო, ჩვენი ბიზნესი, თუნდაც ეს მოდის კვირაულები გააუქმა, ასე ვთქვათ.
პარიზში ხო ტარდება და მილანში და ჩვენთან აღარ ტარდება. კი, ტარდება, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ის ძალა და ის მუხტი აღარ აქვს. ანუ პანდემიამ რაღაცნაირად მოტეხა ეს სფერო და შეცვალა ძალიან. ეს საინტერესოა. ძალიან. ანუ ამ სფეროს და რა მოდი ხო იცი მე ყველა ვუყურებ მე მაინც ოპორტუნისტიკ ტიპი ვარ და ყველა კრიზისი აქვს შესაძლებლობა. კი. ხო და პანდემიამ ნახე შენ წარმოიდგინე პანდემიამ მილიონი ონლაინ ბიზნესი გაუშვა. არავის არ ეგონა რომ რავი ზუმის პლატფორმა გაფრინდა. რამდენი რაღაცა მოხდა პანდემიის დროს ვიღაცებმა არ ვიცი აი ჩერი მყავდა მე და პანდემიის დროს 30000 ქალი შესვა აპლიკაციაში. ანუ ვარჯიშს რა ანუ წარმოიდგინე რომ ჯიმში არ ივლის ხალხი და აპლიკაციაში შევა და ივარჯიშებს და რა და გამოიყენა ეგ შესაძლებლობა და რა დღეს ესპანეთში ცხოვრობს და მისი აპლიკაცია ფანტასტიკურად ძალიან ბევრი სახლის ნივთის ბრენდი დაიბადა პანდემიის დროს, იმიტომ რომ ეს მოთხოვნილება დაიბადა, რომელიც აქამდე არ იყო, რომ სახლი იყოს უფრო მოწყობილი, უფრო ლამაზი, უფრო კომფორტული სახლის ტანსაცმლის ბრენდი რამდენი დაიბადა პანდემიის დროს, იმიტომ რომ მოთხოვნა იყო, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ხო და რა შესაძლებლობას ხედავ ახლა? დღეს? ამ კრიზისიდან გამომდინარე რაც არის. დღეს რა შესაძლებლობას ვხედავ? არ ვიცი, ლონდონში უნდა წავიდე, რომ ცოტა out of the box ვიფიქრო. შესაძლებლობა წავიდე ისე ლონდონში. ხო, არ ვიცი, ნახოთ. მე მგონია, რომ სხვა შორის დამავიწყდა, რომ მეხსენებინა შენი კურსი და რამდენად მადლიერი ვარ, რომ ეს საჩუქარი გამიკეთე. მე მგონია, რომ ამ კურსის დასრულებისას მექნება წარმოდგენა თუ რა მინდა რომ ვაკეთო სამომავლოდ. იმიტომ რომ უკვე ვხედავ ჩემს გარდაქმნილ თავს რამდენი დაგვრჩა 2 თვე ნახევარი. 2 თვე ნახევარი. ხო. უკვე ვხედავ ჩემს ახალ ევოლუციას და ვხედავ რომ ისევ ფენიქსად ჩამოვყალიბდები და სადღაც გავშლი ფრთებს. მაყურებელმა არის შეიძლება გადატვირთვის კურსები საუბარი რომელიც გაიშვა და მე ვუწევ რეკომენდაციას, იმიტომ რომ ძალიან რთული კურსია. მოდი არავის არ შეუქმნათ ის მოლოდინი, რომ მარტივად შეეჭიდება ამ რაღაცას. ძალიან სერიოზული კომფორტ ზონიდან გამოსვლა არის. გუშინ როგორც ვამბობდი, საშა ყოველდღე მილაწუნებს თქო, აი და ახლავით ეგეთი რაღაცა არის, თუმცა მგონია, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ევოლუცია და ვისაც სურს განვითარება და თავისი საუკეთესო ვერსიის გაცნობა, ალბათ ყველაზე საინტერესო და საჭირო კურსია. მადლობა ასეთი შეფასებისთვის, თუმცა წინ ჯერ კიდე გზელი გზა გვაქვს, საინტერესო გზა გვაქვს. საინტერესო გზა გვაქვს. იცი რა მაინტერესებს? როგორ ვითარდება და მოდი ესე ვთქვათ, თითქმის ყველა მეწარმეს ვეკითხები, რომ აი ეს მეწარმეობა რაღაცნაირი ობსესია შენი იდეით. ხო? ანუ ყველა მეწარმე ცოტა ობსესიური არის. ხო? ვიყავი. ვარ ალბათ. რაღაცა ეტაპზე, ნუ ყოველ შემთხვევაში დასაწყისში ყველა ობსესიურია, მე არ ვიცი, ყველას თავის გზა აქვს. მაგრამ რა ზეგავლენა მოახდინა შენზე I am an entrepreneur, იმიტომ ზოგადად მოდი ესე ვთქვათ, მე ხშირად ვახსენებ ამ კურსის დროსაც კამპანიას ვაკეთებდი. წარმატებული და ჭკვიანი ქალი არ არის ადვილი, მოდი ესე ვთქვათ, საერთოდ არ არის ადვილი. კი, გეთანხმები. იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ კაცები მეტად ვართ შეშურულები დომინაციას, ყველანაირ ფინანსურ დომინაციას, მორალურ დომინაციას, ყველანაირ დომინაციას, ეგრე იყო წინა. ბუნებით ეგრე არის სწორი. და ზოგადად ეგრე იყო. გეთანხმები. თუმცა მე მაინტერესებს შენ ცხოვრებაზე როგორ იმოქმედა ამ entrepreneurship-მა, ამ შენმა ჩართულობამ, დამოუკიდებლობამ, რომ შენი ბიზნესი ქონდა, შენი შემოსავალი ქონდა. ვარაუდობ, ახლა მე არასოდეს არ ვიკითხები ციფრებს ახლა ხო და მაგრამ ვარაუდობ, რომ კარგად იყავი და ხარ კიდევაც. შესაბამისად, როგორ იმოქმედა ამ შენ პირად ცხოვრებაზე? ყველას ვეკითხები. მაგათი კაროხაძოს ვკითხე, რა ისწავლე პირველ ქორწინებაში, მეორეში არის ახლა და
პირდაპირ დავუსვი კითხვა, იმიტომ რომ მე მჯერა რომ ჩვენ ყველგან რაღაცას ვსწავლობ. ყველაფერი მოგვეცე მას სასწავლებლად. ამიტომ მე ყოველთვის ენტერპრენიორს ვეკითხები, როგორ რა არის რეცეპტი, რომ თან ობსესიურად აშენო შენი საქმე და თან პარალელ რეჟიმში კონდეს სრულყოფილი ხარისხიანი პირადი ცხოვრება. აი როგორ დაიჭირო ეს ბალანსი ამ ორ რაღაცას შორის, იმიტომ რომ გონია რომ გამოწვევაა. ანუ შემთხვევაში და აი შენ როგორ შენ რა ისწავლე შენ გზაზე. ანუ ყველაზე მთავარი არის რა ისწავლე. აი როცა ცდილობდი რომ ეს ბალანსი დაგიჭირა. ალბათ ვისწავლე ის, რომ მამაკაც თავისი ფუნქცია უნდა კონდეს და აუცილებელია რომ იგრძნოს. და რა არის მამაკაც ფუნქცია, მაინც დავაზუსტებ. შენ როგორ ხედავ მაგას? რთული კითხვა ძალიან. მე მიყვარს რთული კითხვა. რა არის მამაკაცის ფუნქცია? მე მგონია, რომ მამაკაც ყველაზე მაღალი შეფასება ჩემთვის ალბათ აქვს იმას, რომ მამაკაცის გვერდით უსაფრთხოდ იგრძნო თავი. ალბათ ეგ მე როგორც ქალმა, ხო, ალბათ ეგ არის ჩემთვის უმაღლესი შეფასება. ხო, რაღაცა ეგრე შევაფასებდი ხარისხიან ურთიერთობას. შენ გამოგდიოდა ენტერპრენიორშიპი და აი ესე დაცულად ეგრძნო თავი. ანუ თან მიჩნდება კითხვა რომ გჭირდებოდა რომ ანუ ამდენად შემდგარი იყავი. რა ვიცი, მოიარე, რავი, მოსკოვები, ლონდონები, ისა ჩამოხვედი ბიზნესი გააკეთე და მაინც ეს მოთხოვნილება იყო, მაინც ეს მე მგონია რომ აბსოლუტურად ყველა ქალისთვის ეს არის პირველადი მოთხოვნილება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წარმატებულია, არ აქვს მნიშვნელობა რამხელა ცოდნა გამოცდილება თუ ინტელექტი აქვს. მე მგონია რომ ამაზე მნიშვნელოვანი ქალისთვის არაფერი არის. ანუ underrated გრძნობა არის, მგონია რომ მამაკაცების მიმართ არ არის სწორედ შეფასებული რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის, რომ უბრალოდ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ. ხო, მაგრამ ამავე დროს ლოგიკურად მიჩნდება კითხვა, რომ მის უსაფრთხოების საჭიროება უნივერსალურია. კაცსაც სჭირდება. გეთანხმები. მაინც დავაზუსტებ. გეთანხმები. ჩემს იცოდე ხო? ხო, მაინც დავაზუსტებ, რომ ორივე სჭირდება. გეთანხმები. და რა გჭირდება, რომ თავი ვიგრძნოთ უსაფრთხოდ, ხო? მე ალბათ ყველას სჭირდება, რომ მიგვიყონ მეტნაკლებად ისეთები, როგორებიც ვართ. აბა თუ არ მიგვიღეს ისეთები, როგორებიც ვართ, თუ გაგვაკრიტიკეს, თუ როგორ თქვა, დახურული სივრცესაც არ შემიძლია მოვიდე, ავტენტურად გავაზიარო რამჭის, რამ მედარდება. აბა რისგან შედგება ეს უსაფრთხოება? გეტყვი, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი უნარი მამაკაცისთვის არის კომუნიკაციის უნარი. როცა შეუძლია რომ ახსნას ზუსტად რა უნდა რა ჭირდება, როგორ რატორისთვის, ანუ აი კომუნიკაცია ალბათ არის ყველა ურთიერთობის მთავარი ფუძე და ალბათ ჩვენი საუკუნის კი არა და ყველა საუკუნის პრობლემა და მის კომუნიკაცია ზოგადად არის ყველაფრის საწყისი. გეთანხმები. და ურთიერთობას ვაკეთებ კომუნიკაციას. მე მგონია რომ ჩვენ საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვისწავლოთ როგორ გამოვხატოთ ჩვენი სურვილები, როგორ გამოვხატოთ ჩვენი ემოციები, გრძნობები და თან ვიცოდეთ საიდან მოდის ეს ყველაფერი. ანუ რაზეც მუშაობთ რეალურად დღეს ჩვენ კურსზე, ხო? ეგრე გამოდის. კი, და ისე უბრუნდები, როგორ უზრუნველყოფ ეხლა, როცა შენ ცხოვრობს დიშვილს. ყავს ბიზნესი. როგორ უზრუნველყოფ შენ პრინცესულ ცხოვრებას. ანუ შენ თვითონ როგორ გახდი თვითმყოფადი იმაში, რომ ეს პრინცესობა უზრუნველყო შენ. Okay. არ ვიცი, ბევრი შრომით ალბათ სხვანაირად არ ხდება ეგეთი რაღაცები. ბევრი მუშაობით, ბევრი შრომით, ბევრი პროექტებით და ბევრი თვით განვითარების სწორედ განვითარებაზე მუშაობით ხო ალბათ ეგრე. გონია რომ პრინცესა აღარ ვარ.
არ ვიცი რატო ყველასთვის მაინც ვარ ესე რაღაცა აღქმით, მაგრამ პრინცესები ამდენ რამეს არ აკეთებენ და ამდენს არ მუშაობენ და ამდენ რამეზე არ ზრუნავენ ალბათ. რამდენზეც მე მიწევს ფიქრი, შრომა და ასე შემდეგ. ნუ მე საერთოდ პრინცესას როცა ვამბობ სიტყვას. ხო, რას მოვიაზრებ? არქეტიპს მოვიაზრებ ამ შემთხვევაში ხშირად, ხო, იმიტომ რომ არქეტიპი არის და ძალიან ძლიერია სინამდვილეში. შენი აზრით რა ჭირდება ხა როგორც წარმატებულ ქალს, რომელმაც ბევრ რაღაცა შექმნა ამ ცხოვრებაში, მაქინა მაგან მოსყინე კითხავ, რა ჭირდება პრინცესას, რომ გარდაიქმნას დედოფლად? ეგეც არქეტიპი. დავაზუსტებ. ოკეი. რა ჭირდება პრინცესას, რომ გარდაიქმნას დედოფლად? მახსენდება ერთ-ერთ ჩემ მეგობარს, ჩაწერილი ვყევარ ტელეფონში, როგორც Queen of Georgia. ეგრე უწერია? ეგრე უწერი ვარ მე. არ ვიცი რა ჭირდება პრინცესას, რომ გარდაიქმნას დედოფლად. შენი გზიდან რა ისწავლე? და გადაიქმნე, ხო და ეგება დედოფლად გზნობა? ეგება დედოფალი. არ ვიცი, არ მიყვარს სტერეოტიპების მიწება. მგონია რომ იქიდან გამომდინარე რომ ყოველთვის ვცდილობ რომ აუთენტური ჩემი თავი ვიყო, შესაბამისად არ მინდა რომ რაღაცა შაბლონი მქონდეს პრინცესის ან შუქი წავიდა? ჩვენ ვაგრძელებთ? ხო, ჩვენ 5 წუთი ვარ. 90-იანები დაბრუნდა. 90 იმდენი ვახსენეთ მე და სხვა რაღაცა შემოგვი. ოკეი, გავარჯობა. წავედით. არა, მინდა 5 წუთი ვარ. ოკეი, სად ვართ? ხო. სტერეოტიპებზე ვართ. მოიცადე, აზრი დამეკარგა. არა, აუთენტური მინდა ვიყო, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის ვცდილობ, რომ აუთენტური ჩემი თავი შევინარჩუნო და ვიყო ის რაც ვარ, ის გენეტიკური კოდი რაც მაქვს, ის გამოცდილება რაც შევიძინე, ის ტრავმები, რამაც ჩამამაყალიბა, ეს ყველაფერი რაღაცა ერთიანობაში და ერთობაში მოვიყვანო, როგორც ჩემი მე. ამგონია რომ რაღაცა შაბლონი მაქვს რომ ამ პრინცესა ვარ ან დედოფალი ვარ ან რაღაცა კიდე სხვა ვარ არ მიხდება იმიტომ რომ მე ვარ მე შენ ხარ შენ მაგას რა ჯობია არაფერი არ ჯობია მართლა ხო იცი როგორ არის სიხშირეებში ყველაზე მაღალი სიხშირე რა არის აუთენტურობა არც სიყვარული არც არანაირი სხვა არც მადლიერება არ მიდის ახლოს მაგ სიხშირესთან რაც გასაკვირია თითქოს ხო თავიდან რო ფიქრობ რომ აი რანაირად შეიძლება რომ აუთენტურობა იყოს სიყვარულზე ან მადლიერებაზე უფრო მაღალი სიხშირე მაგრამ მე რო ფიქრდები და უფრო სიღრმისეულად ჩადიხარ თუ რატო მე ხვდები რომ ანუ ეგ არის ჩვენი დანიშნულება რომ ვიყოთ ზუსტად ის რაც ვართ და არაფერი ზედმეტი Ani მინდა კიდე ერთი კითხვა დავსვა ჩვენ ეხლა სავარაუდოდ ბევრი ახალგაზრდა გოგო გვისმენს რომელსაც შეიძლება თავისი იდეები ქონდეს თავისი სურვილები ამბიციები და რაღაცეები და ჩვენ რას ეთყოდი აი გულწრფელად აი მე სულ გაბედე სანამ არ გაბედა ვერ მიხვდები გამოვა თუ არა მაგრამ აი შენი გზიდან რაც იარე რაც შექმენი რას ეთყოდი ამ გოგოებს? მე მგონია რომ ჩემი მთავარი სიძლიერე არის იყო, ახლა არ ვიცი. იყო იმაში რომ 100%-ით არა, 200%-ით მჯეროდა რომ ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გავაკეთო და გამომივა. ანუ აი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია შენ რისი გჯერა და შენ რა რწმენა გაქვს ბიზნესის კეთებაში, ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ მიდგომაში, იმიტომ რომ ჩვენი ფიქრები, ჩვენი აზრები რეალიზდება აწმყოში. ამიტომ მგონია რომ მაგაზე მნიშვნელოვანი რეალურად არაფერი არ არის. ან დაჯერებაზე საკუთარი შესაძლებლობების, ხო? კი.
დაჯერებაზე საკუთარი შესაძლებლობების და აი რაღაცა ხედვა რომ გააქვს პირობითად რომ რაღაცა უნდა შექმნა, რომ ეს გამოგივა, რომ ეს არის გაკეთებადი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გეტყვის გზაში, რომ ეს არ გაკეთდება, ეს რაღაცა დებილობა, ეს არ არის საინტერესო, ეს არავის არ ჭირდება და ასე შემდეგ. ანუ ეგეთი დაბრკოლება და წინააღმდეგობა იქნება სულ. მით უმეტეს, როცა ქალი ხარ, მით უმეტეს, როცა კავკასიაში მოღვაწეობ და მით უმეტეს, როცა ახალგაზრდა ხარ, ხო, რაღაცა 20 წლის ხარ პირობითად 25-ის. ნინ, ვის მოусმენდი ამ პოდკასტში? მე ვინ დაგაინტერესებდა, რომ მოგესმი? ქართველებიდან? ვის მოусმენდი ამ პოდკასტში? თავი ხა არ ყავდეს უკვე სტუმრად მოძღვეულ. შემოყავდეს. თემურ უგულავას მოусმენდი დიდი სიამოვნებით ამ პოდკასტში. გონია რომ ერთ-ერთი ისეთი ვიჟენერია საქართველოში, ვინც გააკეთა უპრეცედენტო რაღაცები, რაც მე ძალიან მიყვარს, როგორც უკვე მივხვდი. გარღვევები. სიამოვნებით მეც სიამოვნებით მოусმენდი და ვეპატიჟები თემურ უგულავას რომ ეგება და არ ქონია ჯერ არ ქონია. ოკეი. ვერაფრით ვერ დავითანხმე. უკვე ცდელობა გქონია. ყველანე ვანიკოს ველაპარაკე 200 ჯერ ჩემებას. ვიცი ვანიკოს. და მოკლედ ჯერჯერობით ვერ დავით ჩემს ზამიყვარს. და მოკითხო ყველას. ეს იყო მეგობრებო კაცმანის პოდკასტი. ნინო ელიავა იყო ჩემთან სტუმრად. მადლობა ამ საუბრისთვის, მადლობა ამ მოგზაურობისთვის. და იმედია საინტერესო იყო მოსასმენად. და იმედია რომ რაღაცა ჩვენმა ახალგაზრდებმა წაიღეს ამ ასაუბრიდან და დაწერენ კიდევაც აწაიღეს შენ არ იდარდო YouTube-ი დემოკრატიული არხია უცებად დაგვიწერეთ რა წაიღეთ ამ პოდკასტიდან და ჩვენც გვეცოდინებათ თქვენ რა წაიღეთ მეგობრებო შეგახსენებთ რომ ჩვენ არტურასთვის გვაქვს ბატიბუტი საყიდელი და ბატიბუტი რო უყიდოთ არტურამ დამაბარა შოკოლადი მე მაინც ბატიბუტს ურჩევ მე მაინც ვფიქრობ რომ ორივე უნდა უყიდოთ კი ორივე უყიდოთ და მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი არხი თავისთავად ეს ნახევრად ხუმრობით მადლობა ყველას ვინც გვიყურა და გვისმინა თავის ძვირფასი დრო დახარჯა და მადლობა გუნს რომ მოგვემსახურა ჩაგვწერა გვიმასპინძლა და მადლობა თავისთავად ყველაზე მთავარია მაყურებელს მსმენელს რომ იყო ჩვენთან ერთად. მადლობა ყველას. თალკე მადლობას ვიტყვით თუ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, ვინც 2 საათი უსმენს ამას. ანუ აი კონკრეტულად თალკე მადლობა იმათ, ვისაც არ გადაუხვევია და ბოლომდე მოусმინა და უყურა ამას. ეს განსაკუთრებული დამსახურება არის ჩვენგან მაგისტრის. მადლობა ნია. მეგობრებო, ბორჩით.